საღამო მშვიდობისა, თუ ამ დღეების მანძილზე თვალსადევნებდით კვირის ინფორმატორის ანონსს, უკვე იცით, რომ დღეს იუბილე გვაქვს. ზუსტად 10 წლის წინ 13 თებერვალს ეთერში გავიდა სტუდია მაესტროს პირველი გადაცემა. მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობით მინდა მიულოცა ყველა მაესტროელს ეს საიუბილეო თარიღი და მათთან ერთად საკუთარ თავსაც ვუსურვებ, რა თქმა უნდა, წინსვლას კიდევ უფრო განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, არ მოკლებოდეს თქვენი, ანუ ჩვენი ერთგული მაყურებლის სიყვარული. დღეს იუბილეს გვილოცავს თითქმის ყველა ყოფილი მაესტროელი, რომლებმაც ჩვენი არსებობის მანძილზე თავიანთი წვლილი შეიტანეს მაესტროს განვითარებაში და დღესდღეობით სხვადასხვა მიზეზების გამო სხვადასხვა ტელეკომპანიებში და სხვადასხვა არხებზე მუშაობენ. გული და სულით ულოცავ დაბადების დღეს, ხო, მამიკო? 10 წელი ესეთი აღსანიშნავი მრგვალი თარიღია და აქამდე ძალიან კარგად მოდიოდა ეს სტუდია, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი ჯგუფი, ერთიანი, ერთი ოჯახი, ლამაზი ჭკვიანი ადამიანები და მე მინდა რომ დღეიდან უფრო მაღლა და ზევით და უფრო ასჯერ უფრო განვითარებულად, გემოვნებიანად და წარმატებულად და ფულიანად რაც ყველაზე მთავარია. მიყვარხართ ყველა და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ერთი, ორი, სამი, 4 და 5. თებერვალს მაესტროს 10 წელი შეუსრულდა. 10 წლის წინ კი სტუდიის ისტორია ასე იწყებოდა. 90-იან წლებში მეორე არხიდან წამოსულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელსაც ექსპერიმენტების კეთება სურდა, სატელევიზიო სივრციდან ეგრეთ წოდებულ ანდერგრაუნდში გადაინაცვლა. 1995 წლის ზამთარში სწორედ აი ამ სარდაფში ყალიბდებოდა როგორც ახალი იდეები, ისე მაესტროს მომავალი. აქ დაარსდა სტუდია, რომელსაც მაესტრო ეწოდა. ამავე სტუდიის არსენალში აღმოჩნდა გადაცემები, პასეანსი, ვარიაციები თემაზე, ტოპ სერვისი და მონოლოგი კომენტარით. ამავე წლის მაისში მაყურებელმა მაესტროს გადაცემები უკვე პირველი არხის ეთერით იხილა. გიდგენთ ქართულ მუსიკალურ ჰიტს. ჩვენ 10 წელი გავუძელით ამ ქარიშხლებს, რაც ხდებოდა საქართველოს ტელესივრცეში და ალბათ ამ ასაკის ერთადერთი სატელევიზიო სტუდია ვართ, რომელმაც ამდენი წელი გაძლო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენ ვართ პირველი სატელევიზიო სტუდია საქართველოში. მინდა მელოცო ყველა მაესტროელს, ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, ვინც სხვადასხვა ტელეკომპანიებში მუშაობენ, ყველას აბსოლუტურად და აგრეთვე მინდა მელოცო მაესტროს ერთგულ მაყურებელს და ვისურვო, რომ მათი მზერა არ მოკლებოდეს ჩვენ. საიუბილეო წელია, ბედნიერი წელია მაესტროსთვის, მაგრამ მინდა იმის თქმა, რომ პრინციპში ის ხალხი, ვინც მაესტროს ჩაუყარა საფუძველი, უფრო დიდი ხანია ერთად არიან, დაახლოებით ეს არის 13-14 წელი და იმ დღიდან დაწყებული ჩამოყალიბდა საერთო მენტალიტეტი იმ დამფუძნებლებში, ვინც დღეს არიან მაესტროს დამფუძნებლები და გადაწყვიტეს 10 წლის წინ შეექმნათ ის სტუდია, რომელიც დღეს ვფიქრობ მაყურებელს მოსწონს და უყვარს. ჩვენ მაინც გარკვეულწილად შევძელით მაყურებლის სიყვარულის დამსახურება. ყავს ჩვენი საკუთარი მაყურებელი, ერთგული მაყურებელი, რომლებიც დაწყებული მეორე არხიდან მოყვებიან დღემდე, აგერ უკვე მეოთხე არხზე ვართ დღეს და დღემდე შევინარჩუნეთ მათი ერთგულება, მათი სიყვარული და პატივისცემა. მიუხედავად დიდი პრობლემებისა, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში შეხვდა, მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენ შევძელით ამ სირთულეების გადალახვა და ჩვენი მაყურებლის შენარჩუნება. ძალიან სასიამოვნოა ჩვენ ყავს ჩვენი მაყურებელი, რომელსაც უყვარს მაესტრო, მოსწონს მაესტრო და ყოველთვის უყურებს მას. 10 წელი არის ესეთ სატელევიზიო სტუდიისთვის ძალიან დიდი დრო. და მე მიხარია, რომ ამ სტუდიამ ამ დროს გაუძლო მისმა კოლექტივმა და შეინარჩუნა ის ბირთვი, რითაც იწყებოდა ეს სტუდია.
და შესაბამისად ვითარდება და რაღაც ახალ ეტაპებზე მიდის და არ ჩერდება ერთ ადგილზე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სატელევიზიო სივრცეში რაღაცნაირად შენი ადგილი დაიმკვიდრო და გქონდეს. ესაა ძალიან და ყველა მაესტროელს, ძველებს, ახლებს, წასულებს, მოსულებს ყველას ულოცავ 10 წლის თავს. ბატონო ჯონდო, გესმით ჩვენი ხმა? სტუდია მაესტრო გადაცემა პასიანსის საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცა მალევე შექმნა სხვა ახალი გასართობი გადაცემები. მათ შორის სველი ხაზი, უვერტიურა, ლოტო მაესტრო, უცნობი და რეკორდ კლუბი. ერთი წლის განმავლობაში სტუდიის გადაცემების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და მაესტროს საყვარელ მაჩვენებელს 13-ს გაუთანაბრდა. ცნობისთვის ეს რიცხვი დღემდე სტუდიის სიმბოლოდ რჩება. მოკლედ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პირველ არხზე ხდებოდა, რომლის ეთერითაც მაყურებელი მაესტროს ცნობილ ჰიმნსაც ისმენდა. ამის შემდეგ სტუდია მაესტრომ საეთერო სივრცისა და დროის გაფართოება გადაწყვიტა და პირველი არხის შემდეგ მაუწყებლობა პირველ სტერეოზე გააგრძელა. ეს კი ქართული მუსიკალური არხის შექმნის პირველი სერიოზული მცდელობა აღმოჩნდა. მაესტრომ 4 საათიანი მაუწყებლობა 12 საათამდე გაზარდა და ამავე არხზე მაყურებელმა პირველი დილის მხოლოდ მუსიკალურ გასართობი პროგრამა ტოროლა მიიღო. ნოვატორული აღმოჩნდა ეთერში მაესტროს სახეების გამოჩენაც. მეორე არხის შემდეგ მაყურებელს პირველად ჰქონდა შესაძლებლობა ეკრანზე ის სახეები ენახა, რომლებიც შებოჭილი მოძრაობების გარეშე, სლენგის გამოყენებით, ემოციით დატვირთულები, დილის ეთერით მათ ოჯახში შეიჭრებოდნენ. სხვათა შორის ეს ყველაფერი უფროსი თაობის მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა მისაღები. გასული წლის ოქტომბრიდან მაესტრო ახალი სახით გავიდა ეთერში, სწორედ აი ამ სტუდიიდან, სადაც მზადდება კიდევაც ყველა ის გადაცემა, რომელიც ყოველდღე, კვირაში 7 დღის განმავლობაში სპეციალურად თქვენთვის ხდება ეთერში. ეს ის გადაცემებია, რომლებსაც მათ წამყვანებთან ერთად თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. თუმცა ამ გადაცემების გარდა სტუდია მაესტროს საკუთარ არსენალში კიდევ არაერთი ახალი და საინტერესო პროექტი აქვს. მეორეს ვაზევე მივაფეთქდით ჩვენს ნაღმს. მე ერთი წელია რაც მოვედი მხოლოდ მაესტროში, თვითონ მაესტროს 10 წელი უსრულდება უკვე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ხდებოდა მანამდე მაესტროში, მაგრამ ვიცი რა ხდება ახლა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ხდება ის, რომ ეს არის რჩება კიდევაც ყველაზე თინეიჯერულ, ყველაზე ახალგაზრდულ არხად და სწორედ აქედან გამომდინარე მოვედი მე თვითონაც ამ არხზე და ის ასეთი დარჩება კიდევაც ბოლომდე. მე რამდენადაც ვიცი, არც ერთი სხვა სტუდია არ არსებობს, რომელმაც შეძლო რომ 10 წელი ეარსება დამოუკიდებლად, ასე საკუთარი სახსრებით, იქნება ეს ფინანსური სახსრები თუ რაც მთავარია, რა შემოქმედებითი სახსრები და რა თქმა უნდა, ვუსურვებ მაესტროს, რომ კიდევ დიდხანს იცოცხლოს და ჩვენ რა თქმა უნდა ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. გაიხანძლივით სიცოცხლე. ეს 10 წელი გავიდა ძალიან მალე. სტუდია მაესტროს წევრებმა უკან მოხდას ვერ მოვასწარით, რომ მაესტრო უცებ 10 წლის არის და მე ძალიან მიხარია, რომ სტუდია მაესტრო დარჩა ქართულ ტელესივრცეში ერთადერთ სტუდიად, რომელმაც ბოლომდე უერთგულა ქართულ მუსიკას, რომელმაც ბოლომდე უერთგულა იმ მაყურებელს, რომელსაც ჭირდებოდა ელემენტარული რამ ეთერიდან, ჭირდებოდა კარგი განწყობა და გართობა. ხალისი და მაესტრო მე მგონი ეს მისია შეასრულა. მუსიკალური ტელევიზიის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სწორედ მისი მეშვეობით ქართულმა კლიპ ინდუსტრიამ გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო განვითარება. მაყურებელი უახლეს ქართულ კლიპებს მხოლოდ მაესტროს ეთერიდან იღებდა. მოკლედ თუ მანამდე არ არსებობდა ტელეარხი, რომელზეც მუსიკალური რგოლები ინტენსიურად იტრიალებდა, ახლა უკვე იყო მაესტრო, რომელმაც საკუთარი დრო სამამულო პროდუქციას დაუთმო. მოკლედ აი ასეთია სტუდიის მოკლე ისტორია, რომელიც 10 წელია მხოლოდ თქვენთვის მუშაობს. გილოცა დაბადების დღეს ვიცი რომ 10 წლის გახდით და კიდე 10 და კიდე 10 მომელოცოს.
ახლა კი მოდით გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც გასული 1 კვირის განმავლობაში დაგროვდა სტუდია მაესტროს ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო ბანკში. ანსამბლი თბილისი საიუბილეო თარიღისთვის ემზადება და სტუდია სანო რეკორდში ახალ ალბომზე მუშაობს. ოქტომბერში ანსამბლს 25 წელი უსრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი ალბომის პრეზენტაცია და სოლო კონცერტი გაიმართება. ქართულ თანამედროვე ლიტერატურას დათო იგივე დეფი გოგიბედაშვილის ახალი რომანი შეებადა. ჩემმა ტყუპის ცალმა მიპოვნოს, ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელიც თავად ავტორის აზრით მისტიკური ჟანრისაა. ადამიანურ ურთიერთობებზე შექმნილი წიგნი ავტორისთვის რიგით მესამე გამოცემაა, რომელიც კრიტიკოსებმა 21 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად უკვე აღიარეს. ამ კვირაში ეროვნულ გალერეაში თეატრისა და კინოს მხატვრის მარინა უჯმაჯურიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც მხატვარმა საკუთარ დაბადების დღეს მიუძღვნა. წარმოდგენილი იყო 100-მდე ფერწერული ნამუშევარი. ქალბატონ მარინას ნახატები დაცულია მხატვართა კავშირისა და კულტურის სამინისტროს ფონდებში და კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის რამდენიმე ქალაქში. მუსიკოსი გიგა კვენეტაძე მარტის თვეში მოსკოვში გამგზავრებას და რუს პროდიუსერებთან სამომავლო პროექტებზე მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს. სექტემბრიდან მუსიკოსი რუსეთის დედაქალაქში სტუდია ორფეოსის ფილიალის გახსნას აპირებს, რის შემდეგაც მუსიკალურ საქმიანობას საქართველოს საზღვრებს გარეთ გააგრძელებს. დღეისათვის ის რუსულენოვანი სიმღერების ჩაწერით არის დაკავებული. თეატრში, რომელსაც თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ასეთი სახელწოდება აქვს თეატრი ათონელზე, გასულ კვირას ვლალი როსებას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის უჩვეულო რეპეტიციას პრემიერა შედგა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გოგი თოდაძეა და მასში ქართული თეატრის რამდენიმე თაობა მონაწილეობს. რადიო ფორტუნაში რეპერ კაბუს ახალი ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერა სოს კაბუს ახალ ალბომში შევა, რომელიც თებერვლის ბოლოს კახა მამულაშვილის, ანუ მამულიჩას პროდიუსერობით გამოვა. მუსიკოსი ნიკა კაჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitas ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. მანამდე კი ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს ამ თვეში მათი რამდენიმე სოლო კონცერტი ელის, რისთვისაც ჯგუფი ახალ კომპოზიციებს ამზადებს. უახლოეს დღეებში კომპანია ArtProm-ის ახალი პროექტის მაია დარსმელიძის პირველი ალბომის პრეზენტაცია შედგება, რომელშიც მუსიკოსის 12 სიმღერა შევა. ალბომი მთლიანად როკის სტილშია და სიმღერების დიდი ნაწილი თავად მაიას დაწერილია. ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი მუსიკოსი ნინო ქათამაძე, რომლის კონცერტებით ამ ბოლო დროს უცხოელი აუდიტორია უფრო მეტად არის განებივრებული, ამ კვირაში დაახლოებით ერთთვიანი გასტროლების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე კონცერტი მან ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ რუსეთში და უკრაინაში გამართა. ნინო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება და სამომავლო პროექტებზე თავად ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ახალგაზრდა რეჟისორი შოთა კალანდაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქართულ კინემატოგრაფში სკანდალური ეროტიკული ჟანრის ფილმით გამოჩნდა, ახალ რიგით მე-6 ფილმზე მუშაობს, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე ასრულებს. პოეტური დრამა, ასეთია ფილმი, რომელშიც ნინელის გარდა მარინა კახიანი, ლიკა ხავჟორაძე და მზია მაღლაკელიძე მონაწილეობენ. ამ კვირაში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის აიდას პრემიერა შედგა. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის თეატრის დირექტორის და დამდგმელი რეჟისორის დავით საყვარელიძის მოწვევით მსოფლიოს წამყვანი თეატრების ქართველი სოლისტები ჩამოვიდა. ნინა სტუდიაში ახალგაზრდა მომღერალმა სალომე წერაიძე მაია კაჭკაჭიშვილის ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის ტექსტით დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის. სიმღერაზე მალე ვიდეოკლიპიც დამზადება. გიგა მიქაბერიძის ვიდეო პროდუქციას მეორე ანიმაციური კლიპი შეემატა, რომლის პრემიერაც დღევანდელ ინფორმატორში შედგება. სიმღერაზე შენთვის ვღერი მეამდენს ვიდეოკლიპი მხატვარმა ზაურ შენგელიამ შექმნა და მისი სცენარი პროდიუსერ მამუკა ღლონცს ეკუთვნის. რეჟისორ თემურ ჩხეიძის მიერ დაარსებული ახალგაზრდა შემოქმედთა სტუდიის პირველი ნამუშევრის, ანუ სპექტაკლის პრემიერა ამ კვირაში სამეფო უბნის თეატრში შედგა. აქ ამ სავანეში, ასე ქვია, 4 ერთაქტიან პიესას, რომლის ავტორები მანანა დოიაშვილი, თამარ ბართაია და სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გოგა თავაძე არიან. შემოქმედებითი პაუზის შემდეგ საკმაოდ ბევრი სიახლით ქართულ შოუ-ბიზნესში მომღერალი თიკა ფაცაცია ბრუნდება, რომელმაც გასულ კვირას საკუთარ კოლეგებს, მეგობრებს და რაც თავარია თაყვანისმცემლებს ახალი ალბომი გზამომავლისა წარუდგინა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მსმენელმა მომღერლის 10 სხვადასხვა ჟანრის სიმღერა მიიღო. ალბომის მუსიკალური პროდიუსერი დათო ფორჩხიძეა. კვირის ინფორმატორის დღევანდელ გამოშვებაში ამ ალბომის შესახებ თიკა თავად ისაუბრებს.
კლუბ ნუანუაში ბრაზილიური კარნავალის ქართული ვერსია გაიმართა. ბრაზილიური ცეკვებისა და სამბის მოყვარულებისთვის რიო კარნავალი კლუბმა ტრადიციად დაამკვიდრა. ლოცავ ამ 10 წლის თავს, ყველა მაესტროს ამ 10 წლის განმავლობაში დიდი შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი ასისტენტიდან დაწყებული, დირექტორამდე დამთავრებული. ამიტომ ყველას ესმის ერთმანეთის განან ერთმანეთის გვერდზე და ბევრ კარგ რამეს აკეთებენ. მაესტრომ დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოებაში, როგორც ზნაკაჩისტო, როგორც იტყვიან, ანუ როგორც ხარისხის ნიშანი და ეს ისეთი გუნდია, რომელიც საკუთარ კოლექტივს ოჯახს ეძახის და იმ ერთეულების რიცხვშია, როგორც მაგალითად ანსამბლი ივერია, როგორც სუხიშვილები და ასე შემდეგ. მაესტროც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ეკავებს ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ხალხს უყვართ, იმიტომ რომ ყველაფერი დაფუძნებულია სიმართლეზე, დაფუძნებულია საქმისადმი სიყვარულზე და ხალხის და მაყურებლის სიყვარულზე. მე შეგახსენებთ ეთერში ისევ კვირის ინფორმატორია. მოდი აქ, ასე ქვია, მეფის იმ სიმღერას, რომელზეც ვიდეო არაპროფესიონალმა რეჟისორმა, თუმცა პროფესიონალმა მხატვარმა თქვენთვის კარგად ნაცნობმა ადამიანმა ნიკუშა შენგელაიამ გადაიღო და უკვე ანონსმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ვიდეოს პრეზენტაცია რომ კლუბ ნუანუაში შედგა, ამის შესახებ თქვენ უკვე ინფორმირებულები ხართ. ჩვენ კი დღეს ტელეპრემიერა შემოგთავაზებთ, მაგრამ მანამდე მე სიამოვნებით წარმოგიდგენ ჩემს სტუმრებს. ეს გახლავთ ირაკლი ჩარკვიანი, იგივე მეფე ნიკუშა შენგელაია. და ასევე ჩემი სტუდიისთვის ძალიან უჩვეულო და მოულოდნელი სტუმარი გიორგი შენგელაია უმცროსი. იმიტომ რომ გიორგი მთავარი როლის შემსრულებელია, ასე ვთქვათ. დავიწყოთ მაშინ გიორგი. კლიპი იწყება და თავდება გიორგით. როგორ მოგეწონათ გიორგი მსახიობობა? გამოცდილება თუ ქონდა გიორგის მანამდე? რაში მიგიღია მონაწილე? რომლებში? ერთი მატერებელი და მეორე სკალა. ერთი არის ლევან მზვანელის მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ერთი ბაბუამისი დიდი გიორგი ამთავრებს ეხასუნაც რაცა იქაც არის გიორგი. ანუ გიორგი უკვე გამოცდილი მსახიობი ყოფილა, ამიტომ გასაკვირი არ არის. პროფესიონალ მსახიობ. კარგად გაართვა კლიპი. პროფესიონალ მსახიობებისგან მესმის რომ გაკურებულები არიან ამისი ასე ვთქვათ ნიჭით. ხო. ასე რომ სახელოვანი ოჯახის კარგი გამგრძელება. ეთყობა რაღაცა გენეტიკა მამაში უფრო ამოფეთქე გიორგიში. ნიკუშა, პირველი კითხვა თქვენთან მექნება, რატომ გადაწყვიტეთ მოგესინჯათ ძალები სატელევიზიო სფეროში? ნუ ეხა მე ვერ დავარქვი ამას, რომ მე ძალები სატელევიზიო სფეროში მოსინჯვა მომინდა. ამას უბრალოდ თქვია ის, რომ მე ძალიან მომეწონა ირაკლის სიმღერა, უბრალოდ. ძალიან მომწონს ირაკლი, თავისი ყველაფრის შემოქმედებით. გარდა იმისა, მეგობრები ვართ და უფრო ამან განაპირობა ჩემი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომ გამეკეთებინა კლიპი ირაკლისთვის. და შემდეგ მე მინდა აღვნიშნო, რომ ესეთი ნდობა გამოგვიცხადა არის გადასარევი ვაჟკაცი კაცი თემურ უგულავა, რომელმაც ასე ვთქვათ, სპონსორობა გაგვიწია და მოგცე იმის საშუალება, რომ აი მაყურებლისთვის, თქვენთვის გვეჩუქებინა ეს ირაკლის სიმღერა ესეთ ფორმაში, რასაც დღეს მაყურებელი იხილავს. რა ვიცი, მე ძალიან იმედი მაქვს, რომ მოეწონოს მაყურებელს ეს კლიპი და რა ვიცი, გაითავისოს, აიტაცოს. ანუ мотивация უფრო იყო ირაკლის შემოქმედება, რომ მომდომოდა კლიპის გაკეთება. აი რომ არ ყოფილიყო ირაკლი, არ ყოფილიყო ის თქვენი მეგობარი, უბრალოდ მოგწონებოდათ რომელიმე სხვა შემსრულებლის სიმღერა, გადაწყვეტით გადაკეთეთ ეს. ხო, შეიძლება, მაგრამ ანუ უნდა მომწონებოდა. ხო, აქ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი და უნდა შემდგარი იყო ეს რაღაცა შემოქმედებითი დუეტი, ხო? სიმართლე გითხრათ, იმიტომ არა არის მრავალი მომღერალი, მრავალი მუსიკალური კომპოზიცია მე მომწონს. უფრო უმეტესობა უცხოური, სამწუხაროდ, მაგრამ აქ რაღაცა მომენტი ირაკლის შემოქმედება ვითამაშებდა. ანუ მე თავისუფალი ვიყავი გასულიყო ჩვენ რაღაცა ის უთქმელი თანხმობა კულტურული თუ ესთეტიური თუ ზნეობრივი თუ გემოვნებით ემთხოვოდა და ამიტომ თავისუფლად მოვკიდე ხელი ამას. ნახოთ, არა, თუ მოსაწონია ის რაც ადამიანს ეთქვით ძალით ვერ გააკეთო და მოგეწონოს შემდეგ თუ გამოჩნდება ფინანსები, შესაძლებელია საქმიანობა გავაგრძელო, გავაკეთო რაღაც, იმიტომ
მოგეწონა. არა, ნუ მე ვერ ვიტყვი ჩემ თავზე ამას, მაგრამ ძალიან ბევრი წინადადებაა და ძალიან ბევრს აქვს სურვილი. არა, მე მაინტერესებს მუშაობის პროცესი რამდენად. ხო, ნუ მუშაობის პროცესი, ხა ჩემთვის მე არ ვარ პროფესიონალი რეჟისორი, მაგრამ ამაზე 1-5 წლით პატარა ასაკიდან აი ესეთ კამერებზე ვარ გაზრდილი და ჩემთვის ხო არ იყო. მე ესეთ ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული კინოში, რომ ცოტასაა ალბათ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება იყო ეს, ბავშვი ვიყავ, ხედავდი. მე დამდგომ ხატრად დიდ ფილმებზე ნამუშევარი მაქვს 10-11 ფილმი მაქვს გაკეთებული, ზოგ ჩემთვის ეს არ არის უცხო რეჟისურა და ამიტომ გავბედე კიდევაც. თუმცა ვღელავდი კიდევაც, რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ მე მახსოვს ანონსებში, ჟურნალებში წერდნენ, ნუ განაპირობებდა ამას ალბათ ჩემი გვარი, ჩემი ოჯახი, რომ იყო ეს პასუხისმგებლობა, ყურადღება, რომ ალბათ ორმაგად თქვენგან ელოდებოდნენ. ალბათ, მაგრამ იმის ხვი რომ ძალიან კაი სიმღერა იყო, იმის ხვი ირაკლი ასრულებდა, იმიტომ რომ ძალიან კაი მსახიობები ავირჩიე, გადასარევ ხალხი ზურა ყიფშიძე, ნატო მურმანიძე, ნიკა თავაძე და ასე შემდეგ ბევრი ძალიან გაცრუებული გოგოები არიან სააგენტო ნატალის. მე ვიცოდი რომ ესე თუ ასე შევძლებდი რაღაცა გაგვეკეთებინა ამ სიმღერაზე. რა ვიცი, ნახოთ აი დღეს პრემიერა შედგება და მე ძალიან ვღელავ, მაგრამ იმედი მაქვს რომ მაყურებელი მაინც რაღაცნაირად გაიგებს ამ ფილმს და გაითავისებს. ირაკლი, თქვენ პრეზენტაციაზე გვითხარით ასეთი რამ, რომ შედარებით უფრო ახალგაზრდა, უფრო თანამედროვე და თინეიჯერ რეჟისორს ვერანდობდით ამ სიმღერას. ანუ რატომ? აი თუმცა ანდეთ არაპროფესიონალს, მე ამის თქმა მინდა, არაპროფესიონალს რეჟისურაში. ზუსტად გეტყვი მაგას, იმიტომ რომ აქ აი ისტორიით ნიკუშამ რას თქვა, რაღაც აი ესთეტიკაზე შეთანხმება, ანუ ჩვენი უკვე ჩამოყალიბებული იყო, ანუ იმ სტილისტიკაზე, რასაც ქვია ფანკი, ეს 70-80-იანების, ეს ანუ ეს ორგანულია ჩვენთვის, ჩვენ ერთად გავიარეთ, ანუ ჩვენ ეს ღრმად ვიცით ეს საკითხი, ეს ესთეტიკა ძალიან ღრმად ვიცით და ამიტომ აქ არანაირი დისკომფორტი მე ნიკუშასთან არ მექნებოდა, მაგრამ ადამიანი, რომელიც ახლა დღეს არის 22 წლის, იმისთვის ახლა წარმოუდგენელი აუხსნა და ის ესთეტიკა დაანახო, რომელიც დაუშვათ დისკო ესთეტიკა იყო 80-იანებში, აი ვერ გააგებინებ ეს ნაცხოვრები უნდა იყოს, ეს იმ დისკოებზე იმ დროს ნამყოფი უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ესე ზუსტად აღიქვა ეს ესთეტიკა, იმიტომ ეს მთელი კომპოზიცია არის ფაქტიურად რაღაცა ეს როგორ გითხრა, იცი რა, რემინესცენცია არა, მაგრამ ნუ სადღაც უყველგან არის აი რაღაც ნიშნები იმისა, რომ ეს არის რეტრო სტილიზებული, გაკეთებული რაღაცაზე, ან მუსიკაშიც არის ეს ფლიანად და ამიტომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკუშა ამას სწორედ შეძლებდა, იმიტომ რომ ეს თვითონ ამ ადამიანმა გაიარა ეს თავის ტყავზე და ხა ამიტომ ახალგაზრდა რეჟისორი ამას ვერ დაძლევდა, უბრალოდ ამ ესთეტიკას ვერ ჩაწვდებოდა ვერანაირად, ესე ახსნით ამას ვერ მოახერხებ, უნდა იცხოვრო, უნდა გაიარო ეს. ამიტომ ნიკუშას გავლილი ქონდა და მე ეჭვი არ მეპარებოდა რომ შეძლებდა ამის გაკეთებას. თქვენ მიზანმიმართულად გადაწყვეტეთ აგერჩიათ ის სახეები, რომლებიც ახლა დაასახელეთ, უბრალოდ ვიზუალური ეფექტის გამო თუ რომ აი ამ კლიპმა რაღაცა გარკვეული ისეთი ფურორი, ხა რა თქმა უნდა ზურა ყიფშიძის სახელი, ნატო მურმანიძის სახელი და ჩემთვის ზურას პრიორიტეტი ნატოსით, იმიტომ არის რომ ესეთ ვიზუალური, ესეთ პლასტიკა მე ავირჩი აბსოლუტურად შეიძლება ითქვას კასტინგის მეთოდით. იმიტომ რომ ფიქრობდი რომ ამ ინფორმაციის ვიზუალურად და ფიზიკურად მატარებელი ხალხი უნდა ყოფილიყო. გესმით? იგივე რაც ირაკლიმ თქვა, რომ ეს ჩვენი თაობის ხალხს რაღაცა გარკვეული 70-იანი წლების კულტურა გავლილი აქვს, ეს ხალხიც აქედან მოდის ჩვენთან, ჩვენი ახლობლობით, ჩვენს ერთმანეთს გემოვნება და რა თქმა უნდა, განაპირობა უფრო ამან, ხო? მე არ ვიცი, იმაზე ნაკლებად ფიქრობდი თუ რაღაცა რეკლამის ტიპის პოპულარობა მოედანათ. არა, ეს თქვენ ნახავთ ამაში, რომ ისინი ასრულებენ კონკრეტულ შეკვეთას, პლასტიკას, თორემ ესე სახით პირდაპირ შეიძლება არც ჩანან. რაღაც მომენტში ჩანს მარტო ზურა, მაგრამ პლასტიკა, მათი გამოყენებული მსახიობური ნიჭი და მათი ესთეტიკა და ეს არის. სხვათა უსიტყვო შეთანხმება, აი რაზეც ვლაპარაკობ. ირაკლი, მასიურად ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებზე ადრე არც ეკავდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კლიპის შემდეგ ეს იქნება რაღაცა ერთ-ერთი საძიგრძიგო, ძალიან კარგი საძიგრძიგო კომპოზიცია. ესეც იყო ჩაფიქრებული. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიმღერას აქვს ასეთი რიტმი, უბრალოდ იქ ემოცია მოაქვს ჩემი პირადი. მე ვთვლი, რომ ირაკლის ამ სიმღერით უნდა თქმა მოგქონდა ბედნიერება აი ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენ რაღაცნაირად ვეცეთ ხაზი გაგვესმა. ანუ ეს მოუწოდებს, რომ მოდი ბედნიერება ადამიანებთან, ხალხთან, უბრალო ადამიანებთან, ლამაზ ადამიანებთან, რომლებიც არსებობენ ჩვენს გარშემო.
ხო, იმიტომ რომ თვითონ იდეაც იცი ეს მოდი აქ, ნუ წახვალ იქ. მოდი აქ, ანუ აი ეს ესთეტიკა, ეს კულტურა არსებობს საქართველოში არის, ეს ჩვენ გვაქვს, ეს ჩვენში არის. შეიძლება რაღაც დახურული ფორმებით იყოს, ჩვენ გვიჭირდეს თუდად იყოს და ეს არ ვლინდებოდეს, მაგრამ აი ხელოვნების თავარი სწორედ მისი არის ამის გამოღვიძება, ამის გაღვივება, ანუ ამის აქცენტირება. ამიტომ ხა რაღაც დონეზე შეიძლება ეს არაკონცეპტუალური ვიდეო იყოს იმ თვალსაზრისით, რომ აქ რაღაცა ეს ზუსტი იდეა არ იყოს, ესე ნაჩვენები პირდაპირ და უფრო სახალისო და გასართობი იყოს, საცეკვაო იყოს, სწორედ თქვი. მაგრამ თავარი გესმის ეს არის, რომ გესმის აი რაღაცნაირად აი მარტო იმ თაობაში არის, უბრალოდ გამოგვიძება ამ სიხალისის, რომელიც არსებობს ამ ქართულ ხალხში და ყოველთვის იყო, უბრალოდ გარემო რაღაც გარკვეული პირობების გამო მაინც ბევრი ადამიანი არის ძალიან ჩაკეტილი თავის თავში და ეს ნუ წახვალ იქ, ნუ ჩაიკეტები, ნუ იქნები მარტო მოდი აქ, ანუ ეზიარე ამ სიხარულს, ფაქტიურად აი ეს არის და ეს რაც მინდოდა მეთქვა. და ბოლოს მე მინდა კითხოთ პრეზენტაციაზე თქვენ ასეთი რამ აღნიშნეთ, რომ თქვენ ალბათ გავაგრძელებთ მუშაობას და კიდევ გადავიღებთ კლიპს, ანუ რას უნდა ველოდეთ თქვენი დუეტის გამო. ვაკ რაღაც ჩაფიქრებული მე და ირაკლის ცოტა სხვა ჩანაფიქრია განხრით, ვფიქრობ უფრო ცოტა ღრმა პრობლემას ეხება, ვისაც გვინდა უძღვნათ, ეს არის საერთოდ იდეა გვაქვს მე და ირაკლის რომ ამ უპატრონო ბავშვებში ნიჭიერი ბავშვები ვიპოვოთ და ესეთი სულიერი ფონდის შევქმნათ მათი განათლების. ოღონდ იმ განხრით რითიც აქ დაჯილდოებული ღვთისგან არიან, მუსიკალური თუ მხატვრული და ასე შემდეგ. აი ამასთვის გვინდა ამას საწყის ემსახუროს ირაკლის ძალიან კაი სიმღერა, ხარ ვიტყვი მე და თუ რა თქმა უნდა მე მაგ რაღაცა სიტყვა დანაპირები, თუ სპონსორული დაფინანსება იქნება ამ კლიპის საცა სხვათა შორის ვფიქრობ რომ ჩავთო ეთქე რომ იკითხეთ, ოღონდ ყველა ხარიზმატული და ცნობილი, ну თავისი ვინც ჩვენთან ირაკლისთან ახლო არიან, გემოვნებით, მსახიობები, ესტრადის მომღერლები, ოპერისას, ბალეტისას და ასე შემდეგ, რომ ეს იყოს მოწოდება საზოგადოების, რომ გავიხსენოთ ეს ბავშვები. ანუ აქ სერიოზული პრობლემა ნიკუშამ სწორედ თქვა, აქ არ არის სწორედ აი მატერიალური პრობლემა ამ ბავშვებისა და არა ისო ისინი გაჭირვებულები არიან და ჩვენ მათ კი არ ვჩუქნით რაღაც კომპიუტერებს და კი არ მიგვაქვს კანფეტი ამ ბავშვებს და აი სულიერებაზე, ანუ ჩვენ უნდა ადამიანები ვინც აკეთებს ხელოვნებას, ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა მივცეთ ამ ბავშვებს. ანუ ჩვენ აი გამოვარჩიოთ, დავუშვათ მივცეთ შესაძლებლობა იმ ბავშვებს ვინც ცეკვავს, უფრო კარგად იცეკვოს. ანუ ჩვენ უფრო გავუხსნათ მათ აი ეს სახელოვნებო თუ რამე არის ადამიანში, იმიტომ რომ სულ არის ხოლმე აქცენტირებული რომ აი ამ ბავშვია, ამ ბავშვი ჭამოდა, ამ ბავშვი ჭამა არ არის საკმარისი, იცით? მთავარი სწორედ მნიშვნელოვანი ამ ბავშვებში არის ის რომ მათ აკლიათ კულტურა. ანუ მათ აკლიათ ყურადღება კულტურის თვალსაზრისით. ანუ აი ის ადამიანები ვინც კულტურაშია, თუ ისინი აი ამ ენერგიას გასცემენ უფრო მეტად ამ ბავშვებს, ისინი უფრო ბედნიერები იქნებიან. შეიძლება ნაკლები პური შეჭამოს ადამიანმა, მაგრამ უფრო ბედნიერი. აი ამაზე ლაპარაკობთ, ჩვენ სწორედ გზებს ვეძებთ, ეს ვიდეო სწორედ იქნება ერთ-ერთი გზა ძიება იმ გზების, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ რომ ეს ხალხი, ეს ადამიანები, ვინც უფრო მოწყვეტილები არიან ჩვენ საზოგადოებას, რამდენად შეიძლება ისინი ბედნიერები გავხადოთ. აი ამის ძიება ფაქტიურად ეს პროექტი სწორედ უკავშირდება ამას და მე მგონი გამოვა, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მცდელობა გვექნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენ მხრივ, იქნებიან ხალხის დაგვიდგება გვერდზე, რა თქმა უნდა გავაკეთებთ ამ ყველაფერს. მით უმეტეს რომ თვითონ ბევრი ხელოვნების წარმომადგენელი, ისინი იქნებიან თეატრები, ესტრადის მომღერლები, მხატვრები, უკვე თანახმარიან რომ აი ამ ფონდისთვის, ამ პროექტისთვის წელიწადში პერმანენტულად ერთი კონცერტი, ერთი სპექტაკლი, ერთი გამოფენა მიუძღვნან აი ესეთ საკითხს, რომ აი ამ ბავშვებს, ღვთისგან დაჯილდოებულ ნიჭიერ ბავშვებს საშუალება მივცეთ გაინვითარონ თავის ნიჭი, ანუ მიიღონ განათლება ამ მხრივ. ეს დღე დამრჩენია გისურვოთ წარმატება. მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ვიდეო შექმნა და ალბათ ძალიან მალე ისევ შევხვდებით. მე გილოცავთ 10 წლის თავს და ძალიან მიხარია რომ მაესტრო 10 წლის არის უკვე და მე მგონი რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული სტუდია რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით და მე ანალოგს ვერ ხედავ ვერავის ვისაც შემიძლია შეგადაროთ ან აბსოლუტურად კონკურენციის გარეშე არის მაესტრო და მე ძალიან მიხარია რომ სწორედ თქვენთან ხდება აი ამ თუნდაც ამ კლიპის პრეზენტაცია და მე მგონია თუ იმ ვიდეოსაც გადავიღებთ იმის პრეზენტაციას თქვენთან იქნება ასე მე აი გიორგუნა თქვენი ტელევიზიის ანუ თქვა მაყურებელი ეს თაობა მოვიყვანე მომავალი თაობა და მე ძალიან მიხარია რომ თქვენ ახალგაზრდებს უთმობთ ამდენ დროს იმიტომ რომ მაინც მუსიკა არის რაღაცა საწყისი კაი ხასიათის ხიარულების კაი განწყობის და იმ გარემოში ჩვენ მოსახლეობას უწევს ყოფა
მაინც რაღაცა დიდი მარცვალეა იმ სიხარულით, სადაც თქვენ გინდა დაჩქოთ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა. იხარე და კიდე 100 ფლები. დიდი მადლობა, გიორგი. მადლობა. მოულოცე შენ მაესტრო. არ დაიძინე და მოხვედი ჩვენთან სტუდიაში. ახლა კი მოდით ერთად ვნახოთ ის დაპირებული კლიპი, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია ელოდებით. მოდი აქ ასე ქვია სიმღერა. Sicharus,
მისი შექმნიდან რამდენიმე თვეში დავიწყე მუშაობა, უბრალოდ ჩემი პირველი პროფესიული მცდელობები და დიდი მოკრძალების მიუხედავად ტელეექსპერტებთან ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად კომპეტენტური ვარ იმაში, რასაც ახლა გეტყვით. ქართულ სივრცეში უამრავი სატელევიზიო ფორმატი შექმნა არის დაკავშირებული მაესტროს სახელთან, მაგრამ მე მაინც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია პოლიტიკური სატირა, რომელსაც მაესტრო ბედავდა, მართალია ხშირად იბლოკებოდა, მაგრამ მაინც უშვებდა ეთერში, მაშინ, როდესაც საქართველოში არსებობდა მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიის ორი არხი. მაესტროში დღემდე იქნება პროდუქტი არა მხოლოდ პროგრამების, არამედ ტელევარსკვლავების სახითაც, რომელზეც შემდეგ მშვენივრად სარგებლობს შოუ ბიზნესი, რომლის ჩამოყალიბებაში მაესტროს ლომის წილი აქვს და მისი არაკონკურენტი არხები, კონკურენტი მას ამ სფეროში ნამდვილად არ ყავს და მთავარი ღირსება რაც არის, ეს ორგანიზმი დღემდე მუშაობს არა ოლიგარქების კაპიტალით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის რეიტინგით. გილოცავთ და გულშემატკივროთ თქვენი კიდევ უფრო დიდი წარმატებების იმედით. ცნობილი ადამიანების უმრავლესობა არაერთხელ გამხდარა ჟურნალისტების მსხვერპლი. ხშირად უცენზურო სათაურების თუ თითიდან გამოწვეული სკანდალების გამო მედიის წარმომადგენლებს თავიანთი რესპონდენტების რისხვა დატყდომიათ. გაინტერესებთ, როგორია კულტურის სფეროში მოღვაწე თუ შოუ ბიზნესური პერსონების აზრი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ თვალი გადავავლეთ ქართულ პრესას და ჩვენი სიუჟეტისთვის რამდენიმე შედარებით ხშირი პრეს რესპონდენტი შევარჩიეთ. სამამულო ბეშტურ მედიასთან მიმართებაში შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა უმეტესობა არც თუ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. თუმცა ამავე შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად ავიწყდებათ ისიც, რომ ქართული ბეშტური მედია, როგორი ყვითელიც არ უნდა იყოს, იგი განაპირობებს კიდევაც მათ პოპულარობას. მოკლედ ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. თუმცა სხვადასხვა ჭორისა თუ არც თუ სასიამოვნო ინფორმაციის გამო ქართველი ვარსკვლავები ჟურნალ-გაზეთებს ხმამაღლა კიცხავენ კიდევაც. ალბათ კარგია, რომ უცხოეთის მსგავსად საქართველოში საქმე სასამართლოებამდე ჯერ არ მიდის. ასეა თუ ისე პრესის გამოხტომებს დიდი ხანია შეეჩვენენ დასავლეთში და ალბათ შეეჩვევიან საქართველოშიც, რადგან საქართველო ამავე დასავლეთის კარგი ან მეტნაკლებად კარგი მოსწავლეა. მაგრამ მაინც როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ ბეშტურ მედიასთან, როგორც მეტნაკლებად აკადემიურთან, ისე ეგრეთ წოდებულ ყვითელ პრესასთან პოპულარულ ადამიანებს, რომლებზეც სხვადასხვა გამოცემები ყველაზე ხშირად წერენ. როგორც ირკვევა, არსებობს არაერთი პრეტენზია, რომელიც მათ ქართული პრესის მიმართ აქვს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ბეშტური მედიის მასალებით უკმაყოფილოთა რაოდენობა აშკარად დიდია. შეხება მაქვს ხშირი, იმიტომ რომ ჩემზე იწერება ვთქვათ ხშირად. საერთოდ როგორც მკითხოს პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ არა ქართული ენით იწერება. ხშირად იწერება ისეთი სიტყვებით, რომელიც ჩემს ლექსიკონში საერთოდ არ არსებობს. ამის ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ძირითადი პრობლემა მაინც რასაც ხედავ ალბათ არა მარტო მე, არამედ გაუჩნდება ეს უამრავ მკითხველს. მაინც არის ის, რომ ჟურნალისტების ნაწერში მკვეთრად არის გამოხატული უინტელექტობა და არანაკითხობა. ისეთი ახალგაზრდები მოდიან ზოგიერთები, რომელმაც არაფერი არ იციან, თქვათ, ერთი რაღაცა თქვა ჯერ დაიხოცნენ, ანახი აქვს ან რაღაც
ისეთი რომ სადღაც ისე ლექსი ისე გაუგონია რომ ვკითხულობ. ანუ რაღაც მაინც პოპულარული რო ხარ რაღაც. ის თავის საქმეს აკეთებს და არა იმას რომ წაადგეს ხელოვნებას. ძალიან ცოტას ვკითხულობ გაზეთებს, საერთოდ არ ვკითხულობ და არ მაინტერესებს. ერთმა ადამიანმა არ მახსოვს, სოლო კონცერტი რა იყო, არ იცოდა. თქვენ ქონიათო და გავაბრუნეთ. გაგონილა რა ყოფილა ფაქტია, რომ დასავლეთში ვარსკვლავურ ორბიტაზე მოხვედრისა და ამავე ორბიტაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სწორედ პრესაში განთავსებული სკანდალური მასალები ან ფოტოებია, სამაგიეროდ ნამდვილად განსხვავებული ვითარებაა საქართველოში. ქართული შოუ-ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი პრესაში ხშირი გამოჩენისა თუ სკანდალის ხარჯზე სულაც არ გამხდარან პოპულარულები. პოპულარობისთვის მათ თურმე საკუთარი ხერხები აქვთ. ჩვენ თუ გადავხედავთ ახლა ისე გლობალურად სტანდარტებს, რომელიც არის მსოფლიოში, მაშინ ალბათ გარკვეული სკანდალების ხარჯზე ხდება მომღერალი ესა თუ ის შემსრულებელი პოპულარული, მაგრამ საქართველოში ამ სკანდალებს ძალიან ცუდი სახე აქვს ხოლმე, იმიტომ რომ ჯერ ქართულ პრესაში, ანუ ყვითელი პრესა არ არის ისე განვითარებული, რომ ჟურნალისტმა წეროს რაც შეიძლება თამამად, მაინც იცავენ გარკვეულ ნორმებს, ამიტომ სიმართლე სრული ფორმით არასოდეს არ იცის მკითხველმა და ნაწილობრივ როცა ხვდები, რომ იცით რესპონდენტსაც არც გული ატკინო და არც მაინც პრესა გააღიზიანო, ეს უკვე სკანდალი აღარ არის. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში. გერმანია, პარიზი, ვარშავა, სიმბირის ოქროს საბადოები. ასია ყველგან. რაღაც არასერიოზული, სკანდალური, თქვა და არაგამართული როცა იწერება, ამას მე საზოგადოება საუბრობს და ძალაუნებურად ხდები უკვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ხდება ეს ან სასაცილო, ან საშაყირო, ან რაღაც მწვავედ აღსაქმელი და ამაზე საუბრობს ერთი კვირის მანძილზე მაინც ნახევარი თბილისი და უკვე ხდები პოპულარული, მაგრამ გულდასაწყვეტია ის ხარჯზე ხდები პოპულარული. იმიტომ რომ შენ საზოგადოებას ვერ დაანახებ საკუთარი ინტელექტს, საკუთარი განვითარების დონეს და ამას ხალხი იგებს პრესის ფურცლებიდან და ეს არის გულდასაწყვეტი. არის რაღაცას, რომელსაც არ იტყვი. მარტო იტყვი შენი პროფესიით. და მას უნდა რომ ეს გაიგოს და გაუბრალოს ის მთელი პროცესი, რაც ხელოვანს აქვს. ეს რაღაცა იდუმალება, რაღაცა მედიტაცია, რაღაცა სხვა სფეროში გადასვლა, პარალელურ სფეროში გადასვლა და ამას ვერაფრით ვერ ხედავს მისი თვალი. იმას შეიარაღება ჭირდება. ასია თუ ისე გარკვეული ბალანსი მაინც არსებობს, რადგან როგორი შოუ-ბიზნესიცაა, სწორედ ისეთია მასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ქართული ყვითელი პრესა. საქართველოში რო ყველაფერი თავის ადგილზე არ დგას, ეს რა თქმა უნდა პრესაზეც აისახება. იმიტომ რომ განათლებული კადრების დეფიციტს არ განიცდის მხოლოდ პრესა, ამის დეფიციტია უამრავ სხვა სფეროშიც. და თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ბევრი განათლებული კადრი არც შოუ-ბიზნესში არც მოიაზრება, თუ შეიძლება ასე ვთქვა და გამომდინარე აქედან იცით, ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ გაცილებით მიმტევებელი და ჰუმანური ხვდები ხოლმე და თვლი, რომ იცით, სხვა გამოსავალი ჟურნალისტს არ ქონდა, იმიტომ რომ იმ საუბრიდან და იმ ლაპარაკიდან არ შეიძლება ამაზე უკეთესი ინტერვიუ გამოვიდეს. რაც შეეხება შედარებით აკადემიურ გამოცემებს, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან ორიენტირებულნი შოუ-ბიზნესური ინფორმაციებზე და უფრო აკადემიურ თემებზე წერენ, ამ მხრივ არც ეს გამოცემები ირიცხებიან ხელოვანთა ფავორიტებს შორის. მთავარი პრეტენზია, რომელსაც მათ მიმართ გამოთქვამენ პროფესიონალური რეცენზიების არარსებობაა. თქვათ რომელიმე მხატვარზე, ან რომელიმე კომპოზიტორზე, ან რომელიმე მომღერალზე, ან რეჟისურაზე დაიწყებენ საუბარს, როგორ გითხრათ, არა ღრმა ანალიზით გააკეთებენ გამოკვლევას. და ეს უკვე შეცდომა, ეს უკვე დამახინჯება, იმ მაყურებლის დამახინჯება. ჯობია იყოს ერთი კარგი, სერიოზული რეცენზია, ვიდრე აი ბევრი აი ესეთი გამოსხივება ამ ჟურნალებში.
სხვათა შორის ქართული მედია დასავლურის მსგავსად ჯერ კიდევ არ დგას და ალბათ კიდევ დიდხანს არ იდგება მთავარი საშიშროების წინაშე. საქართველოში პრაქტიკულად არ ირიცხება ისეთი შემთხვევები, როდესაც ცნობილი ადამიანები პროტესტის ნიშნად სასამართლოებს მიმართავენ და ჟურნალ-გაზეთებისგან ეგრეთ წოდებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად კოლოსალურ თანხებს ითხოვენ. თუმცა ისიც ირკვევა, რომ პროტესტი ამა თუ იმ პუბლიკაციის მიმართ ნამდვილად არსებობს, თუმცა ამავე პროტესტს ცნობილი ადამიანები ყველაზე მსუბუქი ფორმით გამოხატავენ. ჩვენ თუ იმდონეზე მივალთ, რომ სასამართლოზე გადაწყდება ეს საკითხი, მაშინ ჟურნალისტის და კრიტიკოსიც ცოტა თავს შეიკავებს. დედაზე იყო სტატია, მაგრამ რაღაცა აი წინა ისინი რო იციან ხოლმე, იცი რაღაცა ვითომ ძალიან ესეთი გახმაური, რაღაცა ორი ფრაზა, ისეთი საშინელი რომ ეს არ უხდებოდა არც ნანის, არც მე. ესე იგი მე რო გადავირიე და დავრეკე, აი ეს ფორმა იყო, რომ რედაქტორთან დავრეკე, რომ უბრალოდ მე თქვენ თან არიცით თქვენ ორი თვე მზდია იმ გოგომ რომ მიგვეცა ინტერვიუ. და ბოლოს ამავე პოპულარულ ადამიანებს ნამდვილად უჭირთ წარმოიდგინონ როგორი იქნებოდა მათთვის იდეალური ბეჭდური მედია. თუმცა იმასაც ხვდებიან რომ იდეალური ისეთივე რთული ცნებაა პრესაში, როგორც შოუ-ბიზნესში ან თუნდაც თეატრსა და კინემატოგრაფში. მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით მაინც ქართულ პრესას პირველი თვალშისაცემი რაც აკლია, ეს არის ხარისხი. საზღვარგარეთაც არის ესეთი და ისეთ რაღაცებს წერენ რომ შეიძლება თურმე გული გაგისხდეს. ეს არ არის თურმე ასაღნიშნი რომ მარტო ჩვენთან ხდება. გილოცავთ დაბადების დღეს მე ვეღარ ვამბობ რომ ჩემს რა ვიცი ჩემ თავსაც რომ მიულოცო ვეღარ ვამბობ იმიტომ რომ სხვა ტელე კომპანიაში გადავედი სამუშაოდ გილოცავთ მრავალს დაესწარით იყავით ბედნიერად ჭამთელად და მშვენიერად სულ ეს არის და ეს თუ დამპატიჟებთ აუცილებლად მოვალ ყველას კარგად გახსოვთ ვიდეოკლიპი დამიძახე რეპერ ძვალის და პატარა მარიამ აბდუშელიშვილის შესრულებით, რომელიც ძალიან ხშირად ტრიალებს მაესტროს ეთერში და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ეს სიმღერა მარიამის პირველი ნაბიჯი იყო მუსიკალურ სამყაროში და დღეს მისი მეორე და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ნამუშევარი უნდა წარმოგიდგინოთ, თუმცა მე მანამდე წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმრებს, თავად მარიამ აბდუშელიშვილი და მისი პროდიუსერი მამუკა კაკოიშვილი საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში მე მინდა ვკითხო მამუკას საიდან მოვიდა მარიამი, ანუ საიდან მოვიდა თქვენამდე. საერთოდ ესე ხდება, რომ როდესაც პატარა ხშირ შემთხვევაში ასე ხდება, პატარები იწყებენ, ჩაწერენ ერთ სიმღერას, გადაიღებენ ერთ კლიპს და მე რაღაცა ისევე ქრებიან ხოლმე მუსიკალური სამყარო და როგორც გაჩნდნენ. ამ შემთხვევაში მარიამი გამონაკლისია, იმიტომ რომ დაიწყო აბსოლუტურად თავისი ასაკის შესაფერისა, თუმცა დღეს ძალიან განსხვავებული და აბსოლუტურად რადიკალური ნაბიჯები გადადგა. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ იუბილე. დიდი მადლობა. ესე ვთქვათ, გისურვოთ წარმატებით ნაყოფიერი მუშაობა, თქვენს ფორმატს ეთყობა, რომ განსხვავებულია სულ ყველასგან. ხო, რაც შეეხება მარიამს, მარიამმა არის სწორად უნდა დაგეგმო და სწორად უნდა გააგრძელო მუშაობა. ამ შემთხვევაში ჩვენ დაუკავშირდით ერთმანეთს რა თქმა უნდა ბავშვის მოწონებასთან დაკავშირებით მოწონების შემდეგ უკვე გაჩნდა სურვილი რომ გვეთანამშრომლა. ეს მეორე კლიპი რაც შეეხება რადიკალურად განსხვავებულია პირველთან, იმიტომ რომ ქართველებს ძალიან ახასიათებს თავისივე ჟანრობრივად ის ძველი რაც არის და იმას ვერავინ ვერ წაართმევს. ლაზური დიალექტით სერიოზული განაცხადია ფოლკლორი ამ ასაკში, თანაც ლაზური პროფესიონალებისგან და კომპეტენტური აზრიმსმენია, რომ ძალიან რთული შესასრულებელია. კი, საკმაოდ თვითონ ამ მუსიკის ჩაწერაზე, თვითონ სიმღერას ჩაწერაზეც თვითონაც გაიხსნა ბავშვი და მიიღო და ქართველ კაცს ყოველთვის აქვს თავისი გენებში ის რაც ახასიათებს და იმას ვერ გაექცევი ვერასოდეს. განსხვავებული იმიტომ რომ საჭიროა თუნდაც იმისთვის რომ ქართველი კაცმა, ქართველმა ადამიანმა ის ლაზური იქნება, მეგრული იქნება თუ სვანური დიალექტი შესრულება, ის ფოლკლორი არ უნდა დაივიწყოს და გაკეთდეს. მაგრამ მიღებული გაქვთ თუ არა მუსიკალური განათლება?
მუსიკალური განათლება მიღებული მაქვს, დავდივარ კონსერვატორიაში, ასევე დავდივარ სიმღერაზე ირმა ღვინიაშვილთან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმისათვის, რაც მან მე მასწავლა და აი ლაზური სიმღერაც მან გასწავლათ, იმიტომ რომ მე მსმენია, რომ ეს რადიკალურად სხვანაირად იმღერება, ძალიან სხვანაირი სტილი. ყველანაირ სტილს ის მასწავლის, ყველანაირ სტილში აქვს გამოცდილება მიღებული და ლაზური სიმღერაც მან შემასწავლა და რა თქმა უნდა ძალიან მინდოდა რომ ეს სიმღერა გამეკეთებინა და პირველ რიგში ჩემი სურვილით მოხდა ამ სიმღერის ჩაწერა. მე რამდენადაც ვიცი მონაწილეობდა ჭაბუკა ამირანაშვილი ამ სიმღერის შექმნაში, თუმცა მე მაინტერესებს ეს იყო არსებული მოტივი, ლაზური ნანა და შემდეგ გადაკეთდა თუ რაღაცა გვერდის ავლის შეიცვალა ტექსტი, მოტივები, თვითონ ლაზურ მოტივებით შექმნა. არის ესეთი კავკასიის კოლხური კულტურის გადარჩენის საერთაშორისო განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია ძალიან სხვადასხვა პროფესიის ხალხი, სხვადასხვა ჟანრობრივად მე არ მაქვს მარტო ძირითადად სხვადასხვა კულტურული განვითარების სფეროში, ეთნოგრაფიული, რა თქმა უნდა. და ერთ-ერთი აი ტექსტის ავტორი გახლავთ მიშა ლაბაძე, რომელიც შექმნა განსხვავებული, მაგრამ რაღაც დარჩენის რაც იყო ფუძე, რა თქმა უნდა, იმას არ შეეხო და არაფერი არ შეცვალა, მაგრამ გარკვეულწილად შეიცვალა ის, რომ მუსიკა, არანჟი გაუკეთა ჭაბუკამ, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ლაზურ კუთხეში უკვე ესტრიალებს საპატრიარქოს რადიოში, აი მე მაინტერესებს მსმენია რომ რაღაც გარკვეული მონაწილეობა ამ სიმღერის შექმნაში მიღებული აქვს საპატრიარქოს. საპატრიარქოს კი. ბატონი გიორგი ანდრეაძე დაინტერესდა ამით, რომ არ იყვნენ ყურადღებობაში, ნუ როგორ ჩავიკითხრათ, იცით რომ ის ლაზები, იგივე ქართველები არიან, რა თქმა უნდა, იქ მიდის სხვა პოლიტიკური გადაბირება იმისა, რომ თქვენ არ ახართ ქართველები, თქვენ ხართ ლაზები. მაგრამ ესე არ არის, ისინი არიან ქართველები და არიან უბრალოდ არის სხვა დიალექტი, როგორც არის მეგრული, როგორც არის სვანური. და აი ამასთან დაკავშირებით თვითონ საპატრიარქო დაუთმო ეთერი ეს რადიო გადის თურქეთის ტერიტორიაზეც და ისმენს ძირითადად იქ ცხოვრები ლაზები. და ასე ვთქვათ პროპაგანდაა იმისა, რომ ეს ლაზური არა მარტო მარიამს აქვს ბევრ ქართველ მომღერალს, რომელიც ტრიალებს ამ რადიოზე და ესე ვთქვათ პროექტის სახით უკვე დაინტერესდა თვითონ საპატრიარქო გარკვეულწილად გიორგი ანდრეაძე და ჩაუდგა ამას სათავეში და აკეთებს აი კარგ საქმეს მე ესე ვიტყოდი. მარიამ, რას აპირებთ მომავალში? გააგრძელებთ ფოლკის მიმართულებით თუ ისევ ჩვეულებრივად აჭრალდება თქვენი რეპერტუარი? ვაპირებ ორი სიმღერის გაკეთებას, ერთი იქნება გელაგნოლიძის და მეორე ჯერ არ გადამწყვეტეო, ეს იქნება. ამას მაპატიეთ შემოგეჭრებით, ამას თქვენ თავაწყვეთ თუ მამუკასთანაც? რა თქმა უნდა, მამუკას შეხედულებებსაც და მამუკას აზრს ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჩემი პროდიუსერია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და ვაპირებ ასევე ალბომის გაკეთებას და მომავალში ალბათ გავამგზავრები ჩემს მშობლებთან საზღვარგარეთ. გააქვთ დაგროვილი უკვე ამდენი სიმღერა, რომ მალე შეიძლება? არის კი, საკმარისი რაოდენობის 8 სიმღერა, ამ ალბომში შევა 8 სიმღერა. სულ მალე შემოგთავაზებთ ახალი კლიპის პრემიერას, რომელიც განსაკუთრებული იქნება ისე ჟანრობრივადაც. და ამ კონკრეტულ კლიპზე თქვათ ერთი-ორი სიტყვები რა ჯგუფი მუშაობდა ამ კლიპზე? აი მარიამ კლიპის რეჟისორი არის ძალიან ნიჭიერი გოგა დადუნაშვილი, უნიჭიერესი. არა, ეს ლაზური. არა, მე ლაზურზე იმაზე შემდეგ ვილაპარაკოთ, რა სამოიტან. ლაზური სიმღერის, ლაზური კლიპის რეჟისორი არის ლევან ტორონჯაძე და ოპერატორი ძალიან ნიჭიერი პაატა ჭელიძე.
მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხოდა მათთან აი იმისთვის რაც მათ გადამიხეს და რაც ჩემთვის გააკეთეს და ყველას თელ გადამღებ ჯგუფს დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო მათთან ერთად მუშაობა და იმედი მაქვს არაერთხელ ვეთანამშრომლებ მათთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, მე გილოცავთ ასეთ სერიოზულ წარმატებას, ეს მართლა სერიოზული განაცხადია თქვენს ასაკში. ჩვენ ახლა ძალიან მალე ვნახავთ ვიდეოს ლაზური ნანა, მანამდე კი მე მინდა მამუკას ვთხოვო, არ წავიდე სტუდიიდან, ჩვენ შემოგვიერთდება თიკა ფაცაცია, მანამდე კი ვნახოთ კლიპი.
მე სტუდია მაესტროს იუბილეს ულოცავ ყოველწლიურად 13 თებერვალს მისი დაარსების პირველი წლიდან. ჯერ კიდევ მეორე არხიდან მოყოლებული თქვენს გუნდთან ერთად მუშაობდი. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ძალიან კარგად მახსოვს სტუდია მაესტროს პირველი ნაბიჯები, პრინციპში მაშინ როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა. ძალიან კარგად მახსოვს პირველი წარმატებაც, პირველი პირდაპირ ეთერი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე დიდი წარმატება ჯერ კიდევ წინ და თან ძალიან ახლოს გაქვთ, გილოცავთ ყველას. დიდი სიყვარულით, არც ისე ადვილია ახლა ამის თქმა, ყოფილი მაესტროელი. მაგრამ თქვენი ერთგული მეგობარი ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულით. და როგორც გითხარით, დღეს ჩვენთან სტუდიაშია თიკა ფაცაცია, საღამომშვიდობისა თიკა. მე პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ მეორე ალბომის გამოსვლა. ჩვენ ცოტა ადრე გვინდოდა შევხვედროდით, უბრალოდ ჩვენი გადაცემა მხოლოდ კვირას არის. მადლობა იუბილეს გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მე მინდა კითხო თქვენი ტანდემის შესახებ, იმიტომ რომ როგორც ჩანს დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ და მამუკამ თანამშრომლობა დაიწყეთ, იმიტომ რომ ამის შესახებ სულ ახლახანს გავხდით ინფორმირებულები. როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა? თქვენდანეთ. ჩვენი შეხვედრა მოხდა ესე სპონტანურად, გავუგეთ ერთმანეთს, თუ რა შეიძლება, როგორ შეიძლება დაიგეგმოს, როგორ უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, თიკას დიდი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა ისეთი, რომელიც თავის სიზარმაცის ბრალია ალბათ. და მე იმედი მაქვს გავაკეთებ. ჩავამატებ. სიზარმაცის ბრალია და თორემ ძალიან ბევრი საშუალებას იძლევა, ძალიან ბევრი ენერგია დევს მასში და ნახოთ რა იქნება როგორ. თუმცა აქამდე ჩვენ ყველანი ინფორმირებული ვიყავით, რომ თქვენი პროდიუსერი იყო დათა ფორჩხიძე. რა მოხდა? რატომ დაიშალა თქვენი დუეტი? ჩვენი დუეტი დაიშალა იყო ჩემი მუსიკალური პროდიუსერი. რაც შეეხება იმ საქმიანობასაც მამუკა ეწევა, ეს სხვა თემა და ანუ დათო ვერ ითავსებდა ამას ერთად? არა, დათო იყო მუსიკალურ მხარეს უზრუნველყოფდა ჩემსას და არც თუ კი და არანაირად უნაყოფოდ არ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ორი ალბომი შევქმნით. არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ორმა ადამიანმა. მეორე ალბომის დათოსთან ერთად. სულ თავიდან ბოლომდე მეორე ალბომის დათოს ეკუთვნის და უბრალოდ ეხლა უკვე ისეთ ეტაპზე გადავედით, რომ აი ერთმანეთს მივეცით საშუალება, რომ ცალ-ცალკე გვესინჯა ჩვენი თავები, ანუ დათოს სხვა მომღერლებთან აგრძელებს მუშაობას, მე ალბათ სხვა კომპოზიტორებთან. ანუ დათო რამდენად წყვეთ მუსიკალურ სტილს, ანუ მე მაინტერესებს თუ თქვენ დაუშვათ წახვალ და ახლა სხვა რომელიმე ავტორთან გააკეთებთ სიმღერას, რომელიც არანაირად არ მიესადაგება იმ სტილს, რასაც დათო ქმნის. დაუშვათ ისეთი ტიპიური სოული ამ შემთხვევაში თიკა წვითავს თავის მუსიკალურ მხარეს, რომელიც რაც უნდა თვითონ ის უნდა გაკეთდეს და იღებს შეკვეთას, ვინც არის კომპოზიტორი იქნება თუ ვინც იქნება. ანუ ამ შემთხვევაში უკვე მე მივდივარ ჩემი საკუთარი მუსიკალური გემოვნებით და მე ვეუბნებ, რომ აი ესეთი და ესეთი მინდა თუ შეიძლება და მანამდე იყო უფრო სხვანაირად, რომ აი უფრო დათო მაწვდი და აი რომ ეს მოგწონს და უფრო დათოსგან მოდიოდა იდეა და ხო უკვე ვფიქრობ ჩემს რეპერტუარზე. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების და ასევე მედიის წარმომადგენლები ძალიან შეშფოთებულები და შეწუხებულები არიან იმის გამო, რომ ფაცაციას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ძალიან დიდი პოტენციალი. იგივე თუნდაც სიმღერის, თუნდაც სცენაზე მუშაობის, ტექნიკა, მანერა, ცეკვა, პლასტიკა, ყველაფერი. აი რატომღაც თიკა არ არის რეალიზებული. მაინც მიუხედავად იმისა, რომ ორი ალბომი, თუ გახსოვთ მე ეთერის წინ დაგირეკეთ კიდეც რომ პირველი ალბომია თუ არა, იმიტომ რომ მე არც ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ამ სფეროში. აი რატომ ხდება ასე? რატომ არის თიკა, რომელიც არის ძალიან ლამაზი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მონაცემები ყველანაირად, აი რატომ ვერ ხდებოდა თიკას რეალიზაცია? აი კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რომ იყო ის მხარე, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მენეჯერია თუ საქმეც ეკისრება თვით მომღერალზე, ვინც უნდა იმუშაოს. აი ეს იყო, არასწორად იყო
ესე ანუ მიტოვებული იყო. ანუ მე მარტო ვერ ვერეოდი ამ ყველაფერს, რომ აი იგივე ჩემ არა მხოლოდ ფიზიკურ და ვიზუალურ მხარეზე მეზრუნე, არამედ ის საქმეებიც მეკეთებინა, რომ სულ ყურადღების ცენტრში ყოფილიყავი. აი თუ ვინმე აქეთ შემომთავაზებდა, თორემ მე ამისთვის არ ვიბრძოდი, რომ ყოფილიყავი და აი. აი ესე ხდება. და მამუკა კაკოიშვილი იღებს მამუკა ამოდგა რომ თიკა ამოძრავდება, თიკა ბევრს იცეკვებს. და არა მარტო იცეკვებს და უფრო მეც და მეც შევთავაზებთ თიკას მსმენელს და თაყვანს. მე მინდა იმ ორ კლიპზე ვისაუბროთ, რომლებიც ძალიან ბევრი წლის წინ გაკეთდა, მაგრამ იმის მერე არაფერი გაგიკეთებიათ, ხო, ვიდეო პროდუქციას გულისხმობ. მე არ მომეც ამ წლების განმავლობაში საშუალება პირდაპირ ეთერში გვესაუბრა. მე მაინტერესებს ძალიან დიდი მithქმა-მოთქმა იყო ამ კლიპებთან დაკავშირებით, რომ ეს დაჯდა რაღაცა კოლოსალური ჰოლივუდური თანხები. მე მაინტერესებს, აი როგორ ხდებოდა, თქვენგან იყო შემოთავაზება, თქვენ შეუულებდით რეჟისორს, რომ ვის უნდა გადაიღოთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი მაშინ, როცა ყველაფერი თქვენ თავზე იყო. გასაოცრება ეს ჰოლივუდური ფასები პირველად გავიგე მე არც ერთი რას. ეს პირველი მე მართლა დოი პირდაპირ ეთერში მიყვებოდა, როგორც ცდილობდა აეფრინა თიკა ფაცაცია და ამის შემდეგ თელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ აი ეს აფრენა ისეთი თანხები და არა, ცოტა თანხა მართლა არ დამშორა პირველი ჩემი კლიპი. ეს კლიპი როგორ მივმართე დოის, ანუ მე ვნახე თიკა ჯამბურიას კლიპი, მაშინ სულ ახალი დაწყებული მქონდა ჩემი მოღვაწეობა როგორც სოლისტ მომღერალს და აი სულ ვეძებდი რეჟისორს და აი ვის მივმართა, ვის გადავაღებინა ჩემი პირველი კლიპი და რატომღაც აი თიკა ჯამბურიას პირველი კლიპი რომ ვნახე, ჯეირანი თუ არ ვცდები, ძალიან მომეწონა ვიზუალურად ეს რაღაც მხატვრული რაღაც ხედვა და ყველაფერი ძალიან მომეწონა და გადავწყვეტე რომ მეთქი მოდი ჩემი კლიპიც გადაიღოს დოიმ თქო და მივმართე დოის. დოიმ თვითონ ამოარჩია ეს სიმღერა, მე რამოდენიმე სიმღერა მოვასმენინე მას და თვითონ გადაწყვიტა რომელზე, ხო, იმიტომ რომ იმდენად ფაქტიურად მე დავიწყე პირდაპირ ალბომის მომზადებით და ეს რომ გავამზადე დაგროვილი სიმღერები მოვასმენია, რომ ანუ რადგან უფრო გამოცდილი იყო, რომ მეთქი აი რომელზე უფრო კარგ კლიპს გადაიღებდა და აირჩია თვითონ თქვი რა საპირებ. რაც შეეხება მეორე კლიპს უკვე სხვანაირი წარმოედგინე მე საერთოდ ჩემი კლიპები და აი პირველი კლიპისგან განსხვავებით მინდოდა რომ აბსოლუტურად სხვანაირი ყოფილიყო მეორე კლიპი, რაც მინდოდა რომ ყოფილიყო, ეს ჩემი იმიჯი რაც უნდა ყოფილიყო, ეს არის მეორე კლიპში უფრო ძირითადად, იმიტომ რომ ამას წარმოვადგენ მე უფრო ვიდრე რაღაცა ისეთ ქალს. მაგრამ თუმცა საინტერესო იყო ის კლიპი, იმ კლიპზე მუშაობა ძალიან, იმიტომ რომ ეს იგივე აფრენა, ეს რაღაცა უცნაური კადრების, უცნაური სამოსი ძალიან საინტერესო იყო. მეორე კლიპს რაც შეეხება მეორე კლიპზე მე თვითონ ვიფიქრე ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მინდოდა რომ ყოფილიყო ძალიან ფერადი. არ მინდოდა რომ ქონდა შინაარსი აბსოლუტურად, იმიტომ რომ შინაარსი მე აქვს ყველაფერი და ვიზუალური მხარე რჩება მარცხნივ და ეს არ მინდოდა რომ მომხდარიყო და ამიტომ მთელი დატვირთვა კოსტიუმებზე და ის რაც ეფექტებს რაც შეეხება ეს გოგა ხაჩიძის ის იყო რა ქვია უკვე გუბერნატორის იმესალმებ მას თუ მიყურებს თან გულშემატკივრობს ხოლმე და ხშირად მეხმიანება ძალიან მიხარია და მისი დიდი დამსახურება მეორე კლიპი ანუ აი ეს რაღაც დაღლინო გამოდის ყავის ჭიქიდან და ასე შემდეგ გოგას რუნავდა იგივე ის უცხნაური კადრები რო შავტას თაცმელში რაღაც დაკიდული ეს მან მოიფიქრა და ასევე გია გაფრინდაშვილი და ირაკლი ბორჩხაძე ზრუნავდნენ ამას მე რაც შეეხებოდა ვიზუალურ მხარეს სულ მე ვისრუნე და მე და სალომე ტყაპლაძემ ასე ვთქვათ ასე რომ ეს კლიპი გამოვიდა ისეთი როგორც მინდოდა იმიტომ რომ მთელი 3 თვე მონტაჟზეც მე ვედექი თავზე რომ ისეთი გამოსულიყო როგორც ყოფილიყო და ის სწორედ ამ კლიპის მე რადგან ამდენი ვიშრომე და ნუ მე ვთვლი რომ ძალიან კარგი გამოვიდა აი არ მინდა რომ შემდეგი კლიპი უფრო ნაკლები და როდის უნდა ვნახოთ შემდეგი კლიპი როდის ველოდოთ ალბათ ერთ თვეში ნახევარში. უკვე არჩეული გაქვს სიმღერა და სიმღერა მოიწერება, განსაკუთრებით სულ სხვა ჟანრია, სულ სხვა რითმია, სულ სხვა ენერგია მოდის სიმღერიდან და უფრო მეტი ენერგია რაც აქამდე იყო. თიკადი ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა გითხრათ რა შეეხება თქვენ სამოდელო კარიერას, დასრულდა ეს ეტაპი თქვენ ცხოვრებაში? საერთოდ აი თბილისში სამოდელო საქმიანობა ძალიან მიიძინა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წავიდა საქართველოდან დიზაინერებს რაც შეეხება და უფრო ცდილობენ რომ საზღვარგარეთ გაიტანონ თავიანთი ნაშრომი და შემოქმედება და აქედან გამომდინარე უკვე გატანილი გაქვთ თქვენი სახელი
რაღაც გარკვეულ ფესტივალებში დგას მონაწილეობა, ხო, მიღებული თუ კონკურსებში? მე როგორც როგორც მოდელს კი, მაგრამ მე ვგულისხმობ აი პოდიუმის თვალსაზრისით და აქ აღარ იმართება ხოლმე ისეთი სიხშირით ჩვენებები, როგორც თუმცა თუ გაიმართება და იქნება შემოთავაზება თქვენამდე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც ბავშვობიდან მომდევს ეს საქმიანობა და ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა თავიდან ბოლომდე გადართული ვარ ახალ ჩემს სიახლეებზე და ასე ვთქვათ ამ ალბომის ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ერთი კვირა არ ვიყოფოდი თბილისში და გამაგებინე რომ დიდი გაყიდვები მიმდინარეობს ალბომის და ძალიან გახარებული ვარ და აშიტირებული, იმიტომ რომ რაღაცა პირველად ხდება პრინციპში ეს ჩემს ცხოვრებაში. ისურვებ რომ ყველა გაგეყიდოთ. კლიანად ამოწურვამდე ტირაჟი ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. ახლა კი დროა ვირტუალ მედიასაც მივხედოთ, თუმცა მანამდე მე წარმოგიდგენთ ჟურნალ მაესტროს მე-14 ნომრის ანონს გაგაცნობთ. კაბუ ჰოლივუდს უმიზნებს, ვის ხარჯზე ცდილობს მსახიობი გაქაჩვას. მოყავს თუ არა ცოლად გურამლობიძეს გლუკოზა და რა გახდა ქუჩის ბიჭების ჩავარდნის მიზეზი, როგორ გააძევა თაკო გაჩეჩილაძემ თბილისიდან მეგობარი ქეთა თოფურია, უკრაინის პირველ ლედის ამერიკის აგენტობას აბრალებენ, ვინც გამოიცნობს ვინ არის ბატონი იქსი, რომელსაც მაგრად მოხარშული ბუს-კვერცხი უყვარს. მონაწილეობას მიიღებს მაესტროს ნებისმიერ გადაცემაში, მაესტროსთან ერთად ამჯერად ვიმოგზაურებთ შვეიცარიაში, ასევე გაიცნობით მოდურ ჰოროსკოპს, სადაც ზოდიაქოს მიხედვით გირჩევთ რა ჩაიცვათ, ასევე სასიყვარულო ისტორიები, კვირის ჰოროსკოპი, კროსვორდი და უამრავი საინტერესო რამ. ჟურნალი მაესტრო გამოვა სამშაბათს. ახლა კი მოდით მაია ჯავახიშვილს მოვუსმინოთ, რომელიც პრესის მიმოხილვას გთავაზობთ. გამარჯობათ. გასულ კვირას ქართული ბეჭდური მედია რამდენიმე პრობლემატურ საკითხს შეეხო, მათ შორის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ საჩუქარს, რომელიც მართალია ივნისში იწყება, თუმცა მასთან დაკავშირებული ფინანსური თუ საორგანიზაციო ვნებათა ღელვა უკვე თებერვლიდან იღებს სტარტს. როგორც ჩანს, ამავე ფესტივალს, ისევე როგორც მის ხელმძღვანელ ქეთი დოლიძეს, წელსაც მოუწევს დაფინანსებაზე ხელისუფლების შეწუხება და ამ უკანასკნელს, როგორც წესი, საჩუქრისთვის ალბათ არც ამჯერად აღმოაჩნდება საჭირო ფინანსები. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც დიდი მაესტროს მიხეილ თუმანიშვილის სახელს ატარებს, უკვე მე-9 წელია არ ამისწყალობს, რაც ქეთი დოლიძისთვის მუდმივი თავის ტკივილის მიზეზი ხდება. მოკლედ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ივნისამდე ამის შესახებ, ალბათ ისევ გაზეთ რეზონანსში ამოვიკითხავთ. თუ ქეთი დოლიძე ნერვიულობს, ამაგეროთ სიამაყის დრო დაუდგა რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს, რომელმაც ახლახან თეატრალური გილდიაც ჩამოაყალიბა და მალე საქართველოში ხელოვნების მასშტაბური ფესტივალის გამართვასაც გეგმავს თანაცურეკში. მოკლედ ვარსიმაშვილი როგორც წესი ძალიან თამამია, განსაკუთრებით კი საკუთარ განცხადებებში. საინტერესოა დოლიძისგან განსხვავებით ექნება თუ არა ფინანსური პრობლემები მას და დაეხმარება თუ არა ზემოხსენებული იდეის განხორციელებაში ვარსიმაშვილს ხელისუფლება. ისე კი თუ გავიხსენებთ, რომ ვარსიმაშვილმა სააკაშვილის საინაუგურაციო ცერემონიალს რეჟისორულად საკმაოდ სერიოზულად უხელმძღვანელა, არ არის გამორიცხული პრეზიდენტის წინაშე გაწეული შრომა და გარჯა ამჯერადმა საკუთარი იდეების განხორციელებაში გამოადგეს. მოკლედ ნახოთ, გასულ კვირას ავთო ვარსიმაშვილის შესახებ ახალი თაობა საუბრობდა. თუ რეჟისორები ღელავენ სამაგიეროდ გია ბუღაძე ხატავს, ხან ტილოზე, ხან კედელზე, ხან კი ქუჩაში სტუდენტებთან ერთად. მართალია იმასაც ამბობენ, რომ ბატონ გიას ქალაქში მოსახატი ერთი კედელიც კი არ დარჩა, მაგრამ დღემდე ეს ტიპიურ თბილისურ ხომრობად რჩება. სხვათა შორის გია ბუღაძეს ძალიან ეამაყება, რომ მისი ნამუშევარი თვით კოლინ პაუელსაც კი აქვს, რომ არაფერი ვთქვა სხვა ცნობილ ადამიანებზე. მეტიც მას თურმე დავით აღმაშენებელი სამფრესკაზე ქონია გამოსახული. ნახოთ, შესაძლოა მასთან კონსულტაციაზე თვით დავით ტურაშვილიც კი გამოცხადდეს, ვიდრე იგი და მისი გუნდი დავით აღმაშენებელზე ფილმს გადაიღებდეს. სხვათა შორის ცოტა მოულოდნელია, რომ აღმაშენებლის როლზე გია ბუღაძე საუკეთესოდ არც მეტი, არც ნაკლები მელ გიბსონს მიიჩნევს. მოკლედ, გაითვალისწინეთ. ამავე კვირას სხვა მოვლენებთან ერთად 24 საათში პარტა ბურჭულაძის იუბილეც გაახსენდათ. ცნობილმანს 12 თებერვალს 50 წელი შეუსრულდა, რომელიც მან არა თბილისში, არამედ ნიუ-იორკში აღნიშნა. ამბობენ, რომ ბურჭულაძეს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ლექსო თორაძემ და ზურაბ წერეთელმაც მიულოცეს იუბილე. მეტროპოლიტენ ოპერაში კი ვერდის ნაბუკოს პრემიერაზე ზაქარიას როლში ქართულ ბანსელიან. ამის შესახებ კი ქართულ ბეჭდურ მედიაში უმეტესად არც თუ ცლად წერდნენ, რაც ცოტა უცნაურია.
ელიტარულ ქრონიკაში არა მხოლოდ იმას იკვლევენ დეტალურად, თუ როგორ და რა პირობებში ებუტება რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე ჭოლა საკუთარ მეუღლეს, მანანა კაზაკოვას, არამედ უფრო მეტი ინტერესით უღრმავდებიან მომღერალ დავით გომართელის ასტროლოგიურ თავისებურებებსაც. მოკლედ მრავალფეროვნება აშკარა აფრთხილად იყავით, ამავე მრავალფეროვნებამ თვალი არ მოგჭრათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაიგებთ, რომ თურმე მომღერალმა დავით გომართელმა ერთ-ერთ კურორტზე ერთ ქალბატონს სასტუმროს ნომერი მინდვრის ყვავილებით აუსო და შოკში ჩააგდო. მოკლედ რა არიან ეს მერწყულები? მარინა კახიანმა კერძების მომზადება სტუდენტობისას ისწავლა, როცა მეგობარ გოგონასთან ერთად ბათუმში გაემგზავრა. პირველ ცდაზე ლობიოდა სალათი, არც თუ კარგი გამოუვიდა, მეორე ცდაზე კი ქათმისგან შესანიშნავი ჩახოხბილი მოამზადა. აი ასე იწყება პუბლიკაცია ჟურნალ სარკეში, რომელიც მსახიობ მარინა კახიანის კულინარიულ შესაძლებლობებს ეხება. მოკლედ თუ გაინტერესებთ როგორები არიან თქვენი კერპების სცენის მიღმა, ამაში კულინარია ნამდვილად დაგეხმარებათ. მით უმეტეს მაშინ თუ სამზარეულოსთან ურთიერთობას ახლა იწყებთ. აი ასეთი იყო პრესის მოკლე მიმოხილვა კვირის ინფორმატორის ეთერში. ამავე რუბრიკაში ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. მანამდე კი გემშვიდობებით. ნახვამდის. ალბათ ახლა ისეთი რაღაცნაირი თბილი სიტყვები უნდა ვთქვა, ხო, მაესტროს ულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ბევრ ჯანს, ღონეს, სითბოს, სინანულს და სიგვადგვადეს, მაგრამ ეს არ იქნება კარგი, იმიტომ რომ მე მოდუნდება მაესტროს პერსონალი. არა, ისე სერიოზულად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ტელევიზიაში ვარ ნამუშევარი და მაესტროზე, ხო, ძალიან მომწონდა მუშაობა, იმიტომ რომ ყველა აკეთებდა თავის საქმეს და რა არის, ცით უფრო ადვილად ესმოდა ხელმძღვანელობას ჩემი იუმორი, იმიტომ რომ მამ გვაღლონდი თვითონ კარგი იუმორის მქონე ადამიანია და ძალიან ადვილად მიმდინარეობდა ჩვენ შორის ურთიერთობა. და კვლავ კლიპის პრემიერას გთავაზობთ, ამჯერად საქმე გვაქვს ისეთ შოუ ბიზნესურ ფუფუნებასთან, ანიმაციური ვიდეოთი დღეს ჩვენთან სტუმრად არის გიგა მიქაბერიძე და ანიმატორი ზაურ შენგელია საღამომშვიდობისა. გიგა, რატომ გადაწყვიტეთ ისევ მიგემართათ ანიმაციისთვის? პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ ეს შესანიშნავი თარიღი. დიდი მადლობა. და იმ ადამიანების ჯგუფს, რომელთაც მართლა 10 წელი ძალიან რთულია, რომ ამ კეთილსაქმეს ემსახურებოდე და ესე კარგად და დადებითად რა, არ ვიცი. გილოცავ მთელი სულით და გულით. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება ჩემს ვიდეოს. ერთი უკვე გქონდათ მულტიპლიკაცია, ხო, კიდევ გადამიმართეთ მას. ის ერთი იყო ჩემი გაკეთებული, ამჯერად სცენარი, იდეა, რასაც ქვია ჩამოაყალიბა მამუკა ხლონტმა და პრაქტიკულად დიახ სიუჟეტი და დანარჩენს ალბათ ბატონი ზაური თვითონ მოგახსენებთ ძალიან იმას დავამატებ ბაკარო ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობა ამ კლიპზე მე თავმჯდომარე ვარ გიგას შემოქმედების და ძალიან სასიამოვნოა როცა დავიწყე მუშაობა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ აქ იცით ალბათ ყველამ რომ სცენარის ავტორი და რეჟისორი ბატონი მამუკა გახლავთ და ძალიან სასიამოვნო იყო მასთანაც ერთად შემოქმედებით ეს ურთიერთობა და მუშაობა კლიპზე და ვფიქრობ საინტერესო კლიპი გავაკეთეთ. ამაზე რომ ეს ზღაპრული იდეები ემთხვევა ავტორს, ანუ იმ ადამიანის აზრი ვინც შექმნა აუდიო მხარე და ვიზუალური მოიფიქრა და ძალიან გახარებული ვარ რომ ბატონი ზაურის ადამიანებს ვიცნობ და მეგობრობ და ასე შემდეგ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. რამდენად იჭერ ადამიანებთან მუშაობა. თქვენს ხასიათთან, რამდენად არის გიგა ეს? აი ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა რომ რაღაც არის ჩემში ბავშვური, რაც ჩემთვის დავიტოვე 28 წლის ასაკში და ალბათ კლიპის ნახვის ზუსტად შეგექმნებათ ის შთაბეჭდილება, რაც რა გრძნობებსაც იწვევს ჩემში, ალბათ მაყურებელშიც იმას გამოიწვევს.
მე ფუფუნებად ყველად არ ვახსენე, მე მაინტერესებს ზუსტად ვიცი რომ თელ მსოფლიოში ძალიან ძვირად ღირებულია ესეთი ვიდეოები, იმიტომ რომ გაცილებით რთულია მუშაობა, მაგრამ მაყურებლისთვის ალბათ ძალიან საინტერესო იქნება, აი როგორ ხდება, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. აი კლიპის შემთხვევაში თითქმის გვინახავს კადრები, როგორ იქნება ხოლმე რაღაცა მულტიპლიკაციური ფილმი, მაგრამ აი კლიპის შემთხვევაში, როცა ეს უნდა დაედოს კონკრეტულ ხმას. აი როგორ მიმდინარეობს პროცესი ძალიან საინტერესო. პროცესი თვითონ ანიმაციას რაც შეეხება, ვიტყვი რომ წამში გადის 25 ნახატი, 25 ნახატი უნდა დაიხატოს. ნუ სულ მცირე შემთხვევაში 12 თუ იმას ჩვენ ორ კადრზე გადავიღებთ. თუ იმას დავუმატებთ, როცა არის ღრუბელი, ძალიან მარტივია ღრუბლის გადაადგილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ქონდა საქმე წყალთან. წყალს თავის წუწები აქვს, ტალღებია და უამრავი კოლოსალური შრომა იყო, მაგრამ კიდევ იმეორებ, იმდენად რომ მიყვარდა მე გიგა შემოქმედება, სიმღერამ სიამოვნებდა. და აქედან გამომდინარე ძალიან სიამოვნებით იმუშავე. წამში ერთმა ადამიანმა დახატა 25 კადრი იმისთვის, რომ დისნეის ანიმაციასთან ახლოს ყოფილიყო ეს ყველაფერი. აი მე ჩვენს ბავშვობაში კლასიკური ანიმაცია, ასე ვთქვათ. მე ჩვენს ბავშვობაში სტუდიაში მინახავს აი ესეთი კალკისგან დამზადებული დიდი ჟურნალები, ესე რომ ფურცლავდი, იქ ითვლებოდა ეს. აი ეხლა კომპიუტერზე, აი რა პრინციპით ხდება? კომპიუტერი უბრალოდ ერთ იმას გვიგეთებს, შეღავათს, ასე ვთქვათ, შეღავათი თუ ქვია. ანუ ითვლის ამ კადრებს უბრალოდ ჩვენ ამას ფილზე აღარ ვიღებთ. ვიღებთ კომპიუტერში, ვალაგებთ თანმიმდევრობით ამ კადრებს და ეგ არის რომ გვიადვილებს მუშაობას. იგივე საღებავის ჩასმა ქვია. ჩვენ არ გვჭირდება საღებავების შეზავება, ასე ვთქვათ და უბრალოდ ვაგით გვიკეთებს, რომ დანარჩენი ხელით არის ნახატი, გიგას ნახატი. მაინც საჭირო დაიხო. კი, აუცილებლად კლასიკურ სტილშია ნამუშევარი. თითოეული კადრი ხელით არის დახატული, არ არის ის კომპიუტერული ეფექტებით გამოყენებული, რომელიც რომ კომპიუტერი ამრავლებს. აქ არის ყველაფერი ხელით ნახატი. ანუ დახატებულია და ამიტომ ძვირფასია მეტად. ჩვეულებრივი კლასიკურ სტილში ნამუშევარი. ზაურ, თქვენ ამბობთ, რომ ძალიან მოგწონთ გიგას შემოქმედება. მე ვიცი, რომ ეს შემოთავაზება თქვენთან წამოვიდა გიგას პროდიუსერისგან, მამუკა ღლონტისგან, მაგრამ რომ შემოეთავაზებინა, დაუშვათ მამუკა ღლონტს, არა გიგას შემოქმედება, არამედ ვიღაცა ისეთი მომღერლის, რომელიც თქვენ მეტნაკლებად მოგწონთ. აი, რამდენად იმუშავებდით, ანუ შეკვეთით, მე მაინტერესებს შემოქმედი ადამიანისთვის მუზები ყოველთვის არიან, თუნდაც თანხის გამო, თუ ვერ შეძლებდით შეკვეთით გემუშავება. დიახ, არა, აქ ხალხს უსმევდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავე. შეიძლება სიამოვნებით არ მემუშავა და გავუკეთე. მე ახლა მინდა ერთი ვისარგებლო შემთხვევი და იუბილე ჩვენ თავს მეც მაესტროელი ვარ, ესთვისაც მთავარ მაესტროელს ბატონ მამუკა ღლონტს მინდა დიდი მადლობა უთხრა. პატივი დამედო და სტაჟი ჩვენ გვაქვს, მაგრამ მაესტროში რომ მოხდი. თუმცა მაესტრომდე მე ურთიერთობა მქონა მაესტროსთან. იცით თქვენ თანამშრომლობდი. მე აქვე მაყურებელს ვეტყვი, რომ აი ეს ბაყაყები, რომლებიც თქვენ ძალიან გიყვართ მაესტროს ტიხრებში გამოყენებული ჩვენი ეგრეთ წოდებული ბაყო, ყველაფერი არის ბატონის ზაურის დამსახურება, ის ასე არაჩვეულებრივად მუშაობს თანამშრომლობს. ხო, და აქვე ვიტყვი, ბაკა, მე მაქვს კიდე სხვა. გარდა ეს მე-7 კლიპი იყო. კიდე 6 კლიპი მაქვს ანიმაციური. მე ვაკეთებდი კლიპებს, მაგრამ ამჯერად შეკვეთა რამე თუ სურვილი ექნებათ, ალბათ ეს უკვე სტუდია მაესტროს მოაგითხავენ და აქედან გამომდინარე გიგას პროდიუსერი, ასევე მაესტროს პროდიუსერი და ჩემი პროდიუსერიც ითვლება მამუკა, ბატონი მამუკა და ალბათ მაესტროს შეკვეთა რო იქნება სიამოვნებო. თუ ამას მაესტრო მოისურვებს, მე ალბათ ვიმუშავებ სხვის კლიპზე. მე მაინტერესებს თქვენი ორივეს აზრი, რამდენად თანხვედრია სიუჟეტი და სიმღერა ერთმანეთის, ანუ რამდენად უხდება. ხო, მაგას ვიტყვით, რომ რო იტყვიან სიტყვასიტყვით არ არის. აი თუნდაც დასაწყის თუ ვიტყვით. აქ ახლა ფანტაზიის ნაღობია. მე თუ მკითხავთ, საერთოდ ტექსტთან მიახლოვებული კადრები და სიუჟეტი უფრო არ ფასობს. ვიდრე არ არის აუცილებელი იყოს რა თქმა უნდა ესე უფრო ღირებულია ესე უფრო არაკომერციული და ლამაზია და იმ სამყაროს გავს რომელიც ჩემ ბავშვობაში იყო და ძალიან მომწონს ეს ხელი. ანუ შემოქმედება მაგით არის ძლიერი რომ შეიძლება სულაც არის იდეურად არის ახლოს. პრიმიტიულად გადაწყვეტილი რასაც იძახის ადამიანი ან რაც არის თემა და შეცვალო და ლამაზად დაანახო სხვას. აი ესე გადაწყვეტილია. სცენარის ავტორის და რეჟისორის ტექსტის და იმ ჰარმონიის აღქმა, აი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
როცა უყურებ ვიზუალურად ხდება აბსოლუტურად და ეს იყო მთავარი მიზანი ჩვენი. და ორი სიტყვა იმ სიმღერაზე ვთქვათ, რომელზეც შეიქმნეს არაჩვეულებრივი და ძალიან საყვარელი ნამუშევარი. როდის დაიწერეთ? ორივე სიტყვას ვიტყვი, მაშინ იმასაც ძალიან საინტერესოს მე ესე ვფიქრობ. ამ სიმღერას ეწოდება შენთვის უმღერი მე ამ მერეფჭილებში ინგლისურად ამას მაყურებელი ტიტრით იხილავ და უფრო თვალსაჩინო. არა, მინდა რომ აუხსნა ეს და დააკვირდნენ სათაურს და შემდგომ უყურონ ამ კლიპს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და გილოცავთ ესეთი ახალი, ძალიან წარმატებული ვიდეო შექმნას და დარწმუნებული ვარ კიდევ გააგრძელებთ ურთიერთობას, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი გამოვიდა თქვენი შეხვედრა და ტანდემი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოდით ახლა ყველამ ერთად ნახოთ ეს დაპირებული ანიმაციური ვიდეო შენთვის ვღერი მე ამ დენს.
დღეს წარმოდგენილ ყველა ვიდეოკლიპს ხვალდილიდან უკვე ძალიან ხშირად ნახავთ მაესტროს ეთერში. ჩვენი დღევანდელი ტელეპორტრეტის გმირი მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, მას ნახავთ ყველგან, სადაც უბრალოდ განათლებული ადამიანის კომპეტენტური აზრია საჭირო ამა თუ იმ სფეროში, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. იქნება ეს პოლიტიკა, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია თუ სხვა. მოკლედ, ლაშა ბაქრაძის პორტრეტს გთავაზობთ კვირის ინფორმატორის ეთერში. მას შეხვდებით ყველგან, კინოდარბაზებში, გამოფენებზე, ლიტერატურულ მოვლენებსა და ტელეეკრანზე, როგორც ვიწრო ქართული, ისე ფართო დასავლური მასშტაბით. აინტერესებს კინო, ლიტერატურა და პოლიტიკა. მოკლედ პოლივალენტური ადამიანია. ინტერესთა სიმრავლე კი იმ დროიდან მოსდევს, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდა, თუმცა ესმოდა, რომ თვალწინ დაენგრეოდა უდიდესი საბჭოური იმპერია, რომ არაფერი ვთქვათ გერმანული ჯიშისა და წარმოების კედელზე. მოკლედ გაიზარდა ოჯახში, რომელსაც ბევრ ამას უკრძალავდნენ, მაგრამ ამ აკრძალვების მიუხედავად, აქვე ყოველთვის იყო საჭირო რაოდენობისა და მნიშვნელობის ინფორმაცია. რადგანაც ბევრი ინტერესი მქონდა ბავშვობიდან, ამის გამო ასეთი ერთი მიზანი არ მქონია, მაგრამ ძალიან ბევრი სხვადასხვა გეგმები მქონდა. მაშინ, როდესაც მაგალითად ძალიან ბევრი ფიქრობდა იმაზე, თუ საბჭოთა გარემოში როგორ გაეკეთებინა იგივე კარიერა, როგორ გამختارიყო კომკავშირელი, მე მაგალითად ბავშვობაში ფიქრობდი, როგორი იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველო. შეიძლება ეხლა ეს ძალიან ტრივიალურად გამოჩნდეს, რადგანაც ყველა მამაზე დაიწყო დღეს ლაპარაკი, მაგრამ ვთქვათ, ვხატავდი ხოლმე ქართულ, როგორ უნდა ყოფილიყო ქართული ფული. ამის გარდა იყო კიდევ ერთი სახის გართობა. ძალიან პატარა რო ვიყავი, მაშინ სულ მაინტერესებდა ხოლმე რაღაც თოჯინები მქონდა, სულ მაინტერესებდა თოჯინები შიგნით რა იყო და სულ ყველა თოჯინას ხსნიდი. მე ამის გამო კონსტრუქტორებს ვხედავდი ხოლმე, ჩემთვის რომ მე თვითონ ვაწყობდი და როდესაც შენ თვითონ აწყობ მაშინ იცი შიგნით რაც არის და ამიტომ რა ვქქვი დაშლა ისე ხშირად აღარ ხდებოდა, მაგრამ მე მაგალითად კუბიკები მიყვარდა ძალიან და ვაშენებდი ხოლმე დიდ სახლებს და სასახლეებს კუბიკებით, უამრავი ჯარისკაცი მყავდა და მე ამას ვანგრევდი ხოლმე. ეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ თუ ახალ საშენება გინდა ძველი უნდა დაანგრევო. აკაკი ბაქრაძის ოჯახში ისეთივე ფორმატით ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა, როგორც საბჭოური პერიოდის სხვა ქართულ ოჯახებში. ჩუმად, ხელიდან ხელში მხოლოდ ერთი თხით ან ერთი ღამით. თუმცა დაინტერესებულთათვის, მათ შორის ლაშა ბაქრაძესთვის, ეს ვადაც საკმარისი იყო ინფორმაციის მისაღებად. რუსულად, სერიოზულად კითხვა დავიწყე, მხოლოდ და მხოლოდ იმის სიყვარულით, რომ იყო აკრძალული ლიტერატურა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ასეთ სერიოზულ ლიტერატურას კითხულობდი. ხშირად მამაჩემს მოჰქონდა ხოლმე სახში ესეთი არალეგალური ლიტერატურა, მოქონდა მხოლოდ ერთი ღამით, ჯერ კითხულობდა მამა და მე შუა ღამისას მაძლევდა ხოლმე ამ რაღაცა წიგნებს. მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, იყო ესეთი ჟურნალი კონტინენტი, რომელშიც ძალიან ბევრი სხვადასხვა ჩემთვის უკვე პატარაობაში საინტერესო სტატიები იბეჭდებოდა და იმ კონტინენტს კითხულობდა ხოლმე დილამდე. მე სკოლაში ვეღარ მივდიოდი იმის გამო, რომ არ ძინებია ღამე. თუმცა აკრძალულ ლიტერატურამდე ლაშა ბაქრაძეს კიდევ ბევრი რამის წაკითხვა და მით უმეტეს მოსმენა მოუხდა. დღეს ზუსტად არ ახსოვს, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხა, მაგრამ სხვათა მსგავსად ეს ბიძია თომას ქოხი რომ არ ყოფილა, ზუსტად იცის. სხვათა შორის ბიძია თომას ქოხი საშინად არ მიყვარდა. თუ კი ეხა ბიძია თომას ქოხმა გამახსენა ტომ სოიერი. ტომ სოიერი ძალიან მიყვარს და ტომ სოიერი ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, ვიდრე ბიძია თომას ქოხი. სხვათა შორის ბიძია თომას ქოხი ვერასოდეს გული ვერ დაუდი. შეიძლება იმის გამოც, რომ საბჭოთა კავშირზე პროპაგანდა მიდიოდა მუდმივად ამ ბიძია თომას ქოხების და ეს მოსაწყენი იყო ჩემთვის. მიკითხავდა ხოლმე ბებია. ზღაპრებს მაგალითად დედა ჩემს მიკითხავდა, რასაც მამა ჩემს მიკითხავდა, მაგრამ განსაკუთრებით ბებია იყო ჩემი ლიტერატურის წყარო. და სხვადასხვა მას შემდეგაც, როდესაც წერა-კითხვა ვისწავლე, მეტნაკლებად მეზარებოდა ხოლმე კითხვა და ამიტომ ბებიას ვაკითხებდი. ბებიას ვაკითხებდი დილიდან საღამომდე. ამ ყველაფრის გამო დაგვიანების ან გაცდენის შედეგად სკოლაში პრობლემები არ შეხვედრია. თუმცა სკოლის შემდეგ პრობლემების სერია ნამდვილად დაიწყო. პრობლემები უფრო იყო, როდესაც მაგალითად პირველ წელს უნივერსიტეტში ვცავაბარებდი ეჭვი გაჩნდა, რომ ერთ 5 კი მივიღე, მაგრამ რაღაც ოქროს მედალოსნებმა დაიკავეს ადგილები თან ისე, რომ თლათ სუბთათ არ მომხდარა ეს ამბავი და იყო ეჭვი რასაკვირველი იმისა, რომ ცოტა არ იყოს მამა ჩემის გამო შეიძლება ითქვას, რომ ჩაგრავდნენ. ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა შემდეგში, როდესაც უნდა წავსულიყავი გდრ-ში სასწავლად. ერთი პერიოდი სხვების მსგავსად მასაც ჯეროდა, რომ გერმანელები წარმოუდგენლად პუნქტუალურები არიან. თუმცა გერმანიის გარდა საკუთარი დამოკიდებულება გაუჩნდა კიდევ ერთი ქვეყნის მიმართ.
ერთადერთი ქვეყანა, რომელზედაც იმის გამო, რომ გერმანელებს ძალიან კონკრეტული წარმოდგენა აქვთ, მაგალითად შვეიცარიაზე, ყოველთვის ქონდა, ისე იგი მესმოდა ხოლმე, რომ შვეიცარია არის აი ესეთი შვეიცარიელები არიან ასეთი. როცა შვეიცარიაში ჩავედი, აღმოჩნდა, რომ გერმანელები რასაც მიყვებოდნენ შვეიცარიას, ზუსტად ისეთია შვეიცარია. მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქვეყანაა. უაღრესად მოსაწყენი, უაღრესად მკვდარი და მე მგონი წესიერი შვეიცარიელი, რომელიც ხედავს ამას, ის ყოველთვის ცდილობს ამ შვეიცარიიდან გაიქცეს. არ მოსწონს მხოლოდ ერთ სფეროზე დაკონკრეტება, ამას იგი საკუთარი თავის უჯრაში გამოკეტვას უწოდებს. მოკლედ, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს ლაშა ბაქრაძეს ისევე ბევრს ეკითხებიან ლიტერატურულ თუ კინემატოგრაფიულ საკითხებზე, როგორც ფართო პოლიტიკურზე. რაც შეეხება ლიტერატურას, იგი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც დასავლური ავტორების საქართველოში პროპაგანდითაა დაკავებული. მალე მკითხველი ცნობილ მწერალ ელფრიდე ელენეკის ნაწარმოებს, საყვარლებს მიიღებს, რომელიც სწორედ მისი მეშვეობით ჩაუვარდა ხელში მთარგმნელს. გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ამ ავტორის თარგმნა თავში აზრად არ მომივიდოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არაფერი მქონდა მისი წაკითხული. ეს იყო იდეა ბატონ ლაშა ბაქრაძისა, რომელიც ჩამოვიდა იმ ხანით გერმანიიდან და ჩამოიტანა უახლესი ლიტერატურა. და იმას შორის, რაც მან წაიკითხა, მან განსაკუთრებული რეკომენდაცია გაუწია ქალბატონ ელენეკს და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო საუკეთესო არჩევანი, იმიტომ რომ დღესდღეობით ამ ქალბატონს ნობელის პრემია აქვს მიღებული. ლაშამ უთხრა ბაქრაძემ, მამართა რომ მოდიო, ხوار დაასურათებდიო. ძალიან მოყარს ხოლმე წიგნის გაფორმება, მართალი ბევრი არაფერი გამიფორმებია, მაგრამ ნუ რას გამიფორმებია და მე რატომაც არ ვიფიქრე. წავიკითხე, ერთი სასიამოვნო იყო უკვე ქართულად რომ წაიკითხავ ელინექს, მანამდე არაფერი არ მქონდა წაკითხული და მაგის მერე წავიკითხე რუსულად პიანისტი ქალი. ასეთი ხიდები, როგორც მე ვარ, არის რამოდენიმე ადამიანი კიდევ შეიძლება ითქვას საქართველოში, რომელსაც რაღაცა თქვათ ინფორმაციის გავრცელებისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ. კინო მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესია. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავადაც კი უმუშავია საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმზე ტბა. პატარა როდესაც ვიყავ, მაგალითად, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კინოთეატრი გაზაფხული, რომელშიც მუდმივად სხვადასხვა ფილმები გადიოდა ხოლმე, ძველი ფილმები, ყოფილა დღეები, როდესაც მე მინახავს მაგალითად დღეში 6 ფილმი. ამის შემდეგ კი მაყურებელმა როგორც ქართველმა, ისე დასავლელმა თითო ცინცაძის გახმაურებული ფილმი „დაკარგული მკვლელები“ მიიღო ლაშა ბაქრაძით მთავარ როლში. ამავე ფილმმა ჯერ კიდევ 2000 წელს სამამულო კინოფესტივალ პრომეთეზე ვერცხლის პრომეთე მიიღო. ამის გარდა მან თითო ცინცაძესთან კიდევ 2 ფილმზე იმუშავა: ეროტიკული ისტორია და გასროლის შიში. ამბობს, რომ რამდენიმე შემოთავაზება დასავლელი რეჟისორებისგანაც ჰქონდა, თუმცა უმეტეს მათგანზე უარი განაცხადა. თითო ცინცაძე არ არის ბევრი რეჟისორებით მშიშარა, რომელსაც ეშინიათ ეგრეთ წოდებული არაპროფესიონალი მსახიობის და მე ვფიქრობ კინოში არაპროფესიონალი მსახიობი ძალიან კარგია. პირიქით, რა ქვია, შეძლებელია თეატრში გაზრდილი მსახიობი ძალიან საშიშიც კი იყოს. შემოთავაზა რომ ხომ არ გინდა რომ შენი თამაშო და მე ამაზე დავთანხმდი მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არანაირი სურვილი არ მქონია მსახიობი ყოფილიყავ. მე ჩემთვის თავისუფლება მქონდა და ვაკეთებდი იმას, როგორც მე წარმომედგინა, რომ ეს როლი უნდა იყოს. ერთ-ერთი რაც მის ინტერესებში ნამდვილად არ ირიცხება ესტრადაა, თუმცა ამის მიუხედავად ახლა მისგან ცოტა მოულოდნელ ინფორმაციას მოისმენთ. იმდენად მართლაც ბევრია მაინტერესებს, დიდი სიამოვნებით უბრალოდ იმისათვის, არა იმიტომ რომ მე კარიერა გავიკეთო როგორც მუსიკოსმა, არამედ ერთხელ დიდი სიამოვნებით კლიპსაც გავაკეთებდი ისეთ როგორც მაგალითად მე მინდა და რაღაცას ვიმღერებდი, თუ კი რასაკვირველია მუსიკოსი მეყოლება, რომელიც მუსიკას დამზადდა. როდესაც მუშაობ, რასაკვირველია, დღე არის იმის და მიხედვით აწყობილი, თუ რას ვაკეთებ იმ დღესა და რა სამუშაო მაქვს. ძალიან განსხვავდება ჩემი ერთი დღე მეორე დღისგან. და ბოლოს ლაშა ბაქრაძე კინოფესტივალ ბერლინალეზე მიემგზავრება, რომელსაც როგორც წესი უმეტესად არ აკლდება. შედეგად კი მკითხველი მის შთაბეჭდილებას ბეჭდური სახით უკვე ქართულ გამოცემებში მიიღებს, თანაც არა მხოლოდ კინოფესტივალზე, არამედ თავად ქალაქ ბერლინზეც, რომელსაც ლაშა ბაქრაძე ნამდვილად კარგად იცნობს.
ძალიან კარგად მახსოვს როგორ იწყებოდა ყველაფერი 10 წლის წინ ჩვენ მქონდა ერთადერთი კამერა, რამდენიმე კასეტა, მაგრამ ბევრი გეგმა, ჯანსაღი ამბიციები და რაც მთავარია საკუთარი თავის იმედი. თუმცა დღეს რამეს წარმოვადგენ ქართულ ტელესივრცეში, ეს არის მაესტროს დამსახურება და მე ეს არასოდეს არ დამავიწყდება. მაესტროს მე უსურვებ ზუსტად იმას, რასაც უსურვებ საკუთარ თავს, ანუ ხალხის სიყვარულს, მაღალ რეიტინგს, ახალ საინტერესო პროექტებს და ბევრ ფულს. და კვირის ინფორმატორის ბოლო ტრადიციულ დასკვნით ნაწილში მე ისევ პრემიერას შემოგთავაზებთ, ოღონდ ამჯერად უკვე დოკუმენტური ფილმისა, რომელიც გადაიღო ახალგაზრდა რეჟისორმა ალექსანდრე ქორიძე, მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ მას და მომღერალ ნინო ქათამაძეს და ეს ყველაფერი იმის მიზეზით, რომ ალექსანდრემ ფილმი გადაიღო ნინოს შესახებ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ სტუდიაში ამ ფილმზე, მე და ნინოს და ნინოს პროდიუსერს ირაკლის, მაგრამ ძალიან სასიამოვნო რომ თქვენ მოხვედით დღეს ჩვენთან. მე მაინტერესებს პირველი ძალიან ბანალური, რატომ აირჩიეთ ნინო ქათამაძე? აი, ეს მე შეიძლება ყველაზე მეტად. ორი კითხვა. თუმცა აი ყველაზე ბანალური არის ყოველთვის ყველაზე საინტერესო. არის ეს პასუხი მართლა არ აქვს. იმიტომ რომ მოწოდეთ ნინო. კი. ალბათ იმიტომ რომ მოწოდეთ ნინოში მექმედება და ძალიან ხოლმე არ გკითხოთ კიდე რისი თქვა გინდოდა, იმიტომ რომ არა, რა თქმა უნდა, რისი თქვა გინდოდა არ გეკითხებით, მაგრამ აი მე ეხლა მივიდოდი საით რომ დავუშვათ თქვენ ძალიან მოგწონთ ალბათ ბიტლების შემოქმედება, მაგრამ თქვენ არ გაგიკეთებთ ფილმი ბიტლებზე. ანუ მე მინდა გათქმევინოთ ის, რაც მე მაინტერესებს, რომ ნინო არის ის ადამიანი, რომელიც შეძელით გაგეხსნათ ამ ფილმით. ნუ, რამდენი შეძელი არ ვიცი, ეს ალბათ მაყურებელს გასაჭოს ფილმს რო ნახავს. პრინციპში მე ახლა არ მინდა ძალიან კრიტიკული ჩვენი ესტრადის მიმართ, მაგრამ ნინო არის გამონაკლისი პირადად ჩემთვის ჩვენს ესტრადაზე, ნინოზე ნიჭიერი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე არ მეგულება და აი მე არ ყავს სხვა მომღერალი ქართულ ესტრადაზე, ვიზეც აი რომ ეს ფილმის გადაღება სურვილი რომ გამიშდეს. ერთად გამონაკლისი არის ნინო. ეს იყო თავარი ბიძგი. თუმცა ეს არის დოკუმენტური მართალია, მაგრამ რაღაცა თუმცა რაღაცა მხატვრული ელემენტები. თქვენ დოკუმენტალისტი ხართ? მე ვარ დოკუმენტალისტი, მაგრამ ნუ ეს ცალკე თემა არის დღევანდელი კინო. მე ვთვლი რომ დღესდღეობით არ არსებობს არც უთაწყლის მხატვრული კინემატოგრაფია, არც დოკუმენტური. და რასაც მე ვაკეთებ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ცდელობა, ეს არის სიმბიოზი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების. რადგან გამომივიდა ისე და ისე ვიტყვი, უნდა განსაჭოს მაყურებელს. იმდენად რამდენადაც ძალიან საინტერესოა თქვენი პროფესია, მოდით ნინომდე წავიდეთ, თქვენ გადაღებული გაქვთ ფილმი გმარაზე. კი. რამდენადაც ქვია, ჩეგევარდი. დიახ. თუ შეიძლება ორი სიტყვით ამ ფილმის შესახებ, იმიტომ რომ მუსიკალურ ტელევიზიაში ამ ფილმს ალბათ ნაკლებად ვიხილავთ. ნუ ეს ფილმი იყო ნაჩვენები 21 თებერვალს შარშა გოგი ვახარიას მუსიკაში. კარდინალურად განსხვავდება იმ ფილმისგან, რომელიც ჩვენ დღეს უნდა ვნახოთ. ეს არის სოციალურ თემატიკაზე შექმნილი ფილმი. თუმცა იმ ფილმშიც, გმარაზეც არც ის ფილმი არ არის სულთაწყლის დოკუმენტური კინო. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ტენდენციები, რაც არის დღევანდელ კინემატოგრაფში, იგივე მაგალითად დოგმა რო ავიღოთ, ხო, დანიური. ეს არის მცდელობა, რომ მოხდეს ორი მიმართულების, მხატვრის და დოკუმენტური ფილმების შერწყმა. იმიტომ რომ დღევანდელი მაყურებელი უკვე ძალიან გაიზარდა ზოგადად. მას უკვე არ ჯერა დათმული სცენების. ამავდროულად არსებობს ტელევიზია და მშრალი ინფორმაცია მისთვის საკმაოდ მოსაწყენია და რეჟისორები დღესდღეობით იძულებულია რომ მოძებნოს რაღაცა შუალედური. აი ეს არის ის, რის გაკეთებას ვთვლობ მე პირადად. და სოციალურიდან საკმაოდ ვრცელი გზა არის გასავლელი იქამდე რომ მივიდეთ მუსიკამდე, თანაც ისეთ მუსიკამდე, რასაც ნინო ქათამაძე ქმნის. ხო, ნუ აბსოლუტურად სხვადასხვა ჟანრის ფილმებია. აბსოლუტურად, თუმცა თვითონ სტილისტიკა და ესთეტიკა გავს.
ნინო, პირველ რიგში მე ძალიან მოხარული ვარ დააბრუნდით, მე მაინტერესებს ორი სიტყვით რა მოგზაურობის შესახებ მინდა მიამბოთ, როგორი კონცერტები ჩაატარეთ, სადღაც. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. მე მიხარია რომ დღეს მოხდი, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ციფრი არის 13. ყველაზე ისეთი სასურველი დიდი წარმატებული დღე არის ჩემს ცხოვრებაში 13 რიცხვში ხდება ხოლმე. და კიდე მინდა გითხრათ მადლობა, იმიტომ რომ საერთოდ ჩემი ბევრ ადამიანებს გაცნობა მოხდა ამ არხით და დიდ თანადგომას მიწვევთ ხოლმე ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა ყველას და ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ყველასადმი. ასე რომ ძალიან მიყვარხართ და მიხარია რომ დღეს აქ მოხდით თქვენთან. რაც შეეხება მუსიკას, რომელიც ჩვენ გქონდა კონცერტები, ანუ მუსიკის შესახებ ჩვენ გქონდა ისეთი 10 დღიანი, მაგრამ საკმაოდ ისეთი დიდი მონახაზის გაკეთება მოგვიწია. ვიყავით შვეიცარიაში ფორუმზე, სადაც ვიყავით ისეთი სერიოზულ ჯგუფთან ერთად, რუსეთის მასშტაბით, ეს იყვნენ ბადრი მაისურაძე, სისკარი რიძე. ანუ ესეთი ჯგუფი ჩაიფი, ვალერი მელაძე, იყო სტარესტინი, რომელიც სერიოზული მუსიკოსია ეთნომუსიკის სამყაროში და ნუ აი დრამატული თეატრი და ბევრი ესეთი მუსიკოსები პოლიტიკოსები ესე იყო პოზნერი რომელიც მათ ხმამაღლა აღიარა რომ ფანების სიაში ჩაეწერა და ნუ ბევრი საინტერესო ადამიანები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთოდ ამ სივრცეში მოხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ქართულ კულტურას წარმოვადგენდით, რაც ამ და ვისაც რა ფორმა არ უნდა ქონოდა და ყველას ესეთი ყველა გაეცნო ამ ხელოვნებას და ყველამ ერთად ესე ვაღიარეთ, რომ ქართველები ძალიან მაგრები ვართ. ეს იყო 29 თებერვალს დავოში ფორუმზე. შემდეგ 29 იანვარს. შემდეგ გავაფრინდით ისე უკან მოსკოვში, სადაც 3 თებერვალს ქონდა დიდი კონცერტი კლუბი 16-დან. ეს დიდი კლუბია, სადაც 361 ადამიანი, სადაც 400-მდე ადამიანი ჯდება ხოლმე. ჩვენ უკვე აქ მეოთხეთ თუ მეხუთეთ გქონდა. ჩვენ კლუბის წევრები ვართ, თავისი დისკაუნტის ბარათებით და ასე რომ უკვე რაღაცა გამოხმაურებაც ჰქონდა პრესიდან ამ კონცერტს. შემდეგ 5-ში საღამოს იყო დიდი კომპანიის ესეთი პრეზენტაცია, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და ისე მოსკოვში და 5-შივე საღამოს წავედით მატარებლით ხარკოვში. კლუბი არის ესეთი რადნოი დომ, ქვია ესეთი ვრცელი სახელი. ძალიან დიდი ტრადიციის მქონე დარბაზია, სადაც მთელი ამ 200 წლის მანძილზე არასოდეს არ გაყიდულობ ბილეთები. ანუ ეს არის კლუბური სისტემა, სადაც რასტრაპოვიჩი უკრავდა, ბაშმეტი უკრავდა, კენიგარდი, სეზერიევუ, დაენარიჩი და მთელი რიგია ამ შესანიშნავი მუსიკოსების მარჩი ჩადის, ბობი მაკფერლინი, შეიძლება მეც მომიწიოს იქ ჩასვლა და ორგანყოფილებიანი გამოცდილება აქვს, ანუ ორგანყოფილებიანი კონცერტი იყო და საოცრად წარმართა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენად გახსნილები არიან და იმდენად კარგი მსმენელები არიან, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი კლუბი ამ საბჭოთა სივრცეში, რომლებიც დიდი ხანია არსებობს და ეს მესამე სართულზეა, თან 200 კაციანი დარბაზია და მთელი უკრაინის მასშტაბით ვინც არის კარგი მუსიკის მოყვარული, აი ჩამოდის ჩვენს კონცერტზე იყვნენ კიევიდან, ოდესიდან ჩამოსულები და წინიჭდნენ და მღეროდნენ, დასმღეროდნენ, არ იცოდნენ, მაგრამ თავარია ქართულად მღეროდნენ. მე მგონი ჩვენი მისიაც ეგ არის, რომ ქართული სიტყვა მივაღებინოთ, გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ამ ყველაფერში დიდი სიყვარული დას. აი ეს იყო და ეს. და მოკლედ ნინო ქათამაძემ კიდევ ერთხელ გაიტანა ჩვენი სახელი საზღვრებში. და ამ ყველაფერს კიდევ მოყვა ის, რომ არ ვიცი, ყოველთვის მეშინია ხოლმე წინასწარ საქართველოში რამე თქვა სამწუხაროდ, მაგრამ მარტის დასაწყისშიც უნდა მოხდეთ თეატრალურ ფესტივალზე წესით, შემდეგ 8 მარტს არის ქალების ჯაზ ფესტივალი, ესე ვთქვათ, მოსკოვში, შემდეგ შუა პერიოდში რაღაც დაგეგმილი კონცერტები გვაქვს და მარტის ბოლოს არის ზალატაია მასკა, ესეთი დიდი თეატრალური ფესტივალი, სადაც
შემოგთავაზეს მონაწილეობის მიღება, კიდევ მიდის მოლაპარაკება დისკების გამოშვებაზე, პარტნიორულ ხელშეკრულებებზე, რა ვიცი, მთელი რიგი. სტამბერტავი გეგმები. კი, ძალიან. ნინო, მაშინ როდესაც ბევრი იყო ძე. ალექსანდრეს ფილმი ჩვენ ვიხილეთ, პრეზენტაცია ვიხილეთ კინოთეატრში, მაშინ ძალიან ისეთ ემოციურ ტალღაზე იყავით, რა თქმა უნდა, იყავით ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული. აი დღეს, როდესაც გაიარა რაღაც გარკვეულმა პერიოდმა. მე მაინტერესებს თქვენი აზრი ფილმთან დაკავშირებით. აი, როგორ გონიათ, რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში? ხო, თითქოს ვითომ არაფერი, რაღაც 28 წუთიანი პროდუქცია შეიქმნა თქვენზე, მაგრამ ეს ალბათ ძალიან დიდი სიმდიდრეა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ფაქტი საერთოდ, რა თქმა უნდა, შემდეგ ამ ფილმის შემდეგ, შექმნის შემდეგ რაღაცებს ვფიქრობ და საერთოდ კითხვას რომ ძალიან სასურველია ესეთი ფაქტის მოხდენა შენ ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ მე პირადად იმ სივრცეში ვცხოვრობ, სადაც ყველა მეორე გენიალური ადამიანია, უიჭერესია და მე თვითონ ისეთი მომენტი მაქვს, ანუ მე ვცდილობ რომ იმაზე მეტი რასაც თქვი რომ არ გერგება, არ შეგერგება, ანუ კი გადაფასების მომენტი კი არა მაქვს. უბრალოდ მინდა რომ ჩემთვის გასაძლები იყოს ის ემოცია, რასაც მე მივიღე ცხოვრებაში და მინდა რომ ეს ყველაფერი დროული იყოს და არა ზედმეტი. და ამ ფაქტმა დაწყებისთანავე ძალიან საინტერესო იყო საშკასთან მუშაობა, ალექსანდრესთან მუშაობა და ჩემთან რთული იყო, იმიტომ რომ ეს დაიწყო ფილმის დასაწყისში ნახავთ, ეს იყო 1 იანვარი, როდესაც არის ფილმის პრეზენტაცია, ალბომების პრეზენტაცია, არის პირდაპირ ეთერი კონცერტში, მე ვარ ბიგუტებით სავსე, ვარ გიჟივით და სწორედ ამ დროს დაიწყო გადაღება. ამ დროს დაიწყო გადაღება და მოვიდა საშკა კამერით, კითხვით და პასუხიც კი მეთქი ჯადს იქნება. და შემდეგ ამას მოყვა ის, რომ წავედით ბათუმში და ყველაზე მთავარი იყო, რომ მე კიდევ გადაღების დროს მქონდა რაღაცა ისეთი მომენტი, რომ მე მინდა და შევხედი იმას, რასაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები ერიდებიან, თითქოს რაღაცა თავისი საწყისი აღარ არის მათი ნაწილი და რაღაცა ცივილურ ფუფუნებას ვღებულობთ და თითქოს რაღაცა ტრადიცია, სოფელი, კუთხე არ არის შენი ან რაღაცა მიუღებელი. ალბათ იმიტომაც იყო ნინო ქათამაძე საინტერესო ალექსანდრესთვის. ხა სიღვისეული ამომიღო ეს ყველაფერი იყო ძალიან სასურველი და მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი ამ ფაქტის შემდეგ, რომ სულ ამ რაღაც მოკლე დროში რაც საერთოდ მე შევეხე ამ ხელოვნებას ფილმიც კი შეიქმნა ამ ისტორიის ირგვლივ და მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. მე კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ალექსანდრეს, რომელმაც თავისი ნებასურვილით მოგვიტანა და დაგვხსნა საპრემიერო ჩვენები. ძალიან დიდი მადლობა. ასევე დიდი მადლობა ნინოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, შემდეგი მოგზაურობის შემდეგაც ისევ ჩვენ სტუდიაში იქნებით. ახლა კი მოდით ყველამ ერთად ნახოთ ზღვისეული ალექსანდრე ქორიძის ნამუშევარი. მე კი ამით გემშვიდობებით, ერთ კვირაში რა თქმა უნდა ისევ შევხვდებით კარგად. რევოლუცია მოახდინა მაესტრომ საერთოდ, ну მაშინ უპირველეს ყოვლისა ეს იყო, ესე იგი გიო გებრაელძე, მამუკა ყლონტი და ლევან ჩიგვაიძის გამოწყება რა თქმა უნდა და რევოლუცია მოხდა მაშინ ტელევიზიაში, იმიტომ რომ მეც მაშინ მქონდა ბედნიერება მუშაობდი მაესტროში და კიდევ მაქვს მე ბედნიერება რომ უმეტეს მეგობრები მაესტროლები არიან და მეც ესე ვთქვათ, ზოგ მაესტროდ ვითვლები და აი სკოლა რაც პრაქტიკა ჩვენზე გავიარეთ ჩვენ თავზე და რამაც პრინციპში მოაფხიზლა. პირდაპირ თამამად ვიტყოდი სატელევიზიო სივრცე მაშინ საქართველოსი, ეს იყო მაესტრო. ამიტომ უსურვებდი მაესტროს და მათთან ერთად ჩემ თავსაც საუკეთესო წინსვლას უპირველეს ყოვლისა ყოველთვის მაინც წინ იქნება ყველაფერზე, იმიტომ რომ პირველები მაინც ყოველთვის პირველები რჩებიან.